მოგესალმებით, მე ვარ ლალიკო თბილისი მედიკიდან. როგორც წესი, ჩემს მეორე მხარეს არის ხოლმე ექიმი, ოფთალმოლოგი. დღეს განსხვავებული ჩაწერა გვაქვს. მეორე მხარეს ზის ადამიანი, რომელიც დღეს იქნება პაციენტის როლში. როდესაც თქვა და ექიმთან საუბრობ ხოლმე გამოდის ისე, რომ მიწევს, რომ დავიცვა პაციენტის ინტერესები და დავსვა ისეთი კითხვები, ან ვისაუბრო ისეთ თემებზე, რასაც ვთქვათ, პაციენტი იტყოდა და დასვამდა, მაგრამ დღეს გამომდინარე იქიდან, რომ ექიმი არ ყავს ჩაწერაზე და მე და პაციენტმა უნდა ვისაუბროთ, მომიწევს, რომ ვიყო როლში, საიდანაც ვთქვათ, დავიცავ რაღაც მხრივ ექიმების უფლებებს და დავსვა იმ კითხვებს, რომლებიც შეიძლება დაესვათ ექიმებს. ამიტომ მოკლედ ძალიან საპასუხისმგებლო როლში ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბევრჯერ ყოფილ ვარ, მაგრამ ექიმი არასოდეს. დღეს ჩვენი სტუმარია თიკო ბეკოშვილი. მადლობა მინდა მოგიხადო პირველ რიგში იმისთვის, რომ აქ ხარ. მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ასე ვთქვათ, დაიწყეთ Facebook ლაივები და ღიად საუბრობთ იმაზე, რა გზა გამოიარეთ და რა დიაგნოზი გაქვთ. მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ესე ღიად დაიწყეთ საუბარი ამაზე, იმიტომ რომ ყველაფერზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანისთვის, როგორც ვიცი, როგორც ვნახე, სტიმულის მომცემია ეს ყველაფერი და რომ დავიწყოთ სულ თავიდან, როდის დაისვა დიაგნოზი გლაუკომის. აქვე მინდა სანამ დავიწყებთ საუბარს ვთქვათ, რა არის გლაუკომა, შედარებით მარტივად ასოცირდება ხოლმე გლაუკომა ხშირად იმასთან, რომ მაღალი წნევა აქვს თვალს, ეს კი ცალსახად სიმპტომია, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გლაუკომა აზიანებს თვალის ნერვს. რაც ვთქვათ არის რაღაც შეუქცევადი პროცესი, თუ წნევა მაღალია თვალში. შედარებით მარტივად ალბათ ეს იქნება, რომ ყველა ადამიანმა გაიგოს, თუმცა ვისაც ეს დიაგნოზი აქვს, მას აქვს ხოლმე ინფორმაცია უკვე ამის შესახებ. მადლობა კიდევ ერთხელ და გისმენთ. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. დიახ, ძალიან ბევრი წელია ვარ პაციენტი, რაც დავიბადე პაციენტი ვარ და სულ ამ პოზიციაში მიწევს ყოფნა, ცხოვრება ამ დაავადებასთან ერთად, რაც წლები გადის, რა თქმა უნდა, მით უფრო ვეჩვევი და რაღაცნაირად ერთად ბევრ რაღაცას ვუმკლავდებით, მე და გლაუკომა, ასე რომ ვთქვათ და ბევრი გამოცდილებაც მივიღეთ. ჩემი ისტორია იწყება იქ გლაუკომასთან ერთად, იქიდან, როდესაც დავიბადე. ეს არის თანდაყოლილი დაავადება, ითვლება თანდაყოლილ დაავადებად, თუმცა გენეტიკური ტესტი გაკეთებული მაქვს და გენეტიკაში არავის არ აქვს გლაუკომა და შეიძლება ითქვას, რომ მე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დედას რთული მშობიარობიდან გამომდინარე ტრავმა, სწორად და სწრაფად მიწოდებული არ იქნა ჩემთვის ჟანგბადი, ნაადრევი მშობიარობის ნიადაგზე და შემდეგ, როგორც დადეს დასკვნა, მთელი ეს წნევა, რაც ვერ ამოვისუნთქე თვალზე წამოვიდა. სხვა ვარიანტი ვეღარ დაუშვეს, ძალიან ღრმა ბავშვობაში მახსოვს ოფთალმოლოგებმა. კი, მესმის, მოდი აქვე გკითხავთ და დავაზუსტებ, ეს არის თანდაყოლილი გლაუკომა. მე მაქვს ასევე თქვენი ისტორია საქართველოში, მოკლედ, რაც მომაწოდეთ, ვთქვათ, შემდეგ ეტაპზე საზღვარგარეთ, ვთქვათ, რა დასკვნა არის დადებული და დაწერილი და როგორ მიმდინარეობს კურნალობის პროცესი, ამ ყველაფრის საქმის კურსში ვარ. აქედან გამომდინარე, ვიტყვი იმას, რომ თანდაყოლილი გლაუკომა, როგორც ნახე და მახსოვს, იყო ღიაკუთხოვანი, ხო? ხო. თუ ეხლა რადგან წეგან ახსენეთ დასკვნა დადეს ოფთალმოლოგებმა რეალურად, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ან ყველა ოფთალმოლოგის აზრი იყო ეს მშობიარობის დროს, რომ შეიძლება ვთქვათ ამ ტრავმას გამოეწვია გლაუკომა, თუ
როგორ არის აი დეტალებში რო ხო, გითხრათ ანუ რამდენიმე ოფთალმოლოგისგან მოქვს ეს მოსმენილი, იმიტომ რომ როდესაც პირველ ოფთალმოლოგთან აი რაღაცა მივდივარ, პირველი გვეკითხება რომ გენეტიკური და რაღაცნაირად მე დავინტერესდი, როცა გავიზარდე, ანუ იქნებ მართლა გენეტიკაში მაქვს, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ჩდებოდა ჩემი ძმისშვილი და სულ მქონდა ეს პანიკური შიში, რომ ვაიმე ამბავს არ კონდეს ეს და რაღაცნაირად ავდექი და გავიკეთე ეს გენეტიკური ტესტი, ანალიზი, რომ მაქვს თუ არა გენეტიკური გლაუკომა, რომ სულ შიში არ მეცხოვრა, რომ ოდესღაც შვილი მეყოლებოდა, ანუ ძმისშვილებს შეიძლება ქონოდათ და ასე შემდეგ. ეს იყო რამდენიმე ექიმის, ოფთალმოლოგის აზრი, რომ აი დედას რო კითხეს, რომ როგორი მშობიარობა გქონდათ და ნუ დედამ როგორც აღწერა, შეიძლება აქედან, ანუ შეიძლება აქედან, კი ბატონო. ხო, მეც რაც ვიცი გლაუკომაზე, ნუ მემკვიდრეობითი ფაქტორი ზოგადად ახდენს დიდ გავლენას, თუმცა რა იწვევს გლაუკომას, ეს არ არის შესწავლილი. ანუ ფიქრობენ, ამბობენ, რომ თქვათ შესაძლოა ეს იყოს, მეცნიერები კიდე მუშაობენ ამ კვლევებზე, მაგრამ დადასტურებული, რომ კონკრეტულ ადამიანს საიდან შეიძლება კონდეს გლაუკომა, ამაზე პასუხი მედიცინას არ აქვს ჯერჯერობით არც მეცნიერებას, ხო ასე? კი ბატონო, არ აქვს და ნუ ითვლება, რომ ეს არის თანდაყოლილი, იმიტომ რომ პირველი ოპერაცია 2 თვის ასაკში ჩამიტარდა და შესაბამისად ახლა 2 თვის ბავშვს როცა აქვს გლაუკომა, ნუ ძირთად ფიქრობენ, რომ არის თანდაყოლილი შეძენილი, ესე მალე ვერ დაიდენტიფიცირდებოდა. კი, აქვე აღვნიშნავ იმას, რომ არ ეგონას თქვათ ჩვენს მაყურებელს, რომ ყველა გლაუკომა თანდაყოლილია, არსებობს შეძენილი გლაუკომაც და ნუ ძალიან ბევრი ფორმა აქვს. უბრალოდ ხო, თქვენ შემთხვევაში იყო თანდაყოლილი. შეძენილი და ასაკში გამოვლინებული, მაგრამ რაღაც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვი პაციენტი არის გლაუკომიანი და ძალიან გაახალგაზრდა ასაკი ყველაფრის არ მხოლოდ გლაუკომის და კი ნამდვილად ასე არის. სოფლიო სტატისტიკაც ნუ რაც ვნახე, ანუ საკმაოდ პროგრესულადაც იზრდება ხო რაოდენობა და ახალგაზრდა ასაკში როცა ადრე არ იყო ასე რომ ვთქვათ. კი, ერთადერთი ბავშვი ვიყავი, ვინც დავდიოდი ხოლმე აი გლაუკომის ექიმთან რიგში რო ვიყავი. და ანუ ხანდაზმული ადამიანები იყვნენ და მე და სულ მეკონა რომ მხოლოდ მე მჭირდა ეს 12000 ბავშვიდან ერთ სოფლიო სტატისტიკა როგორც ვიცი ახლა არ ვიცი შეიძლება რაღაცა დააპდეიტა მაგრამ 12000 ბავშვიდან ერთი არის ვისაც შეიძლება კონდეს თანდაყოლილი გლაუკომა დაახლოებით მსგავსია სტატისტიკა. კარგი რომ მივყვეთ მოკლედ ეტაპობრივად ანუ 2 თვის ასაკში გაიგეთ რომ გქონდათ გაიგო თქვენმა მშობელმა უფრო სწორად რომ გქონდა დიაგნოზი გლაუკომა ასე ხო? კი. და მე როგორ მიდიოდა პროცესი? ანუ მიხვდნენ რომ ვერ ვხედავდი აი ეს პატარა ბავშვი თვალს არაფერს არ ვაყოლებდი და თვალისფერი იყო უცნაური რაღაცა გადაკრული ქონდა თითქოს ნისლივით ფერს. ხო, მაგრამ კატარაქტასაც გავს. და ნუ არა, უბრალოდ დაეჭვნენ რომ რაღაცა პრობლემა მქონდა თვალზე და რა თქმა უნდა, მაშინ იყო ერთადერთი კლინიკა ორთაჭალაში. თვალის კლინიკა, სადაც წამიყვანეს და მალევე დადგინდა, რომ იყო გლაუკომა და ძალიან სწრაფად დასვეს დიაგნოზი და ძალიან სწრაფად ჩაინიშნა ოპერაცია, როგორც მიყვებიან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმ პერიოდში, იმიტომ რომ შესაძლოა ის ოპერაცია რო არ გაკეთებულიყო, შესაძლოა კი არა, ნუ 99% ვიქნებოდი და პატარაობიდან ტოტალურად უსინათლო, იმიტომ რომ მქონდა ძალიან მაღალი თვალის წნევა, იყო ძალიან გაზრდილი თვალის გუგები და ნუ რაც შეძლეს იმ პერიოდისთვის ყველაფერი გაკეთდა და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად სრულფასოვან ცხოვრება დავიწყე და გავიზარდა ასე. მახსოვს ჩემი პირველი ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ჩემი თავი 4 წლის ასაკიდან მახსოვს და სულ მახსოვს რატომღაც თავი არ დაარტყა, მარიხტუნაო, დაბლა თავი არ დახარო, აი ეს ფრაზები მახსოვს და მიმეორდება სულ ყურში რატომღაც. ძიმე არაწიო და ასე შემდეგ. თუმცა ესეთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, რომელიც ყველაფერს თამაშობდა, ყველაფერს აკეთებდა, რაღაცაც პატარ-პატარა შეზღუდვები მქონდა, მაგრამ თვეში ერთხელ მქონდა ეს რაღაცა შიში თეთრხალათიანი ქალის. ყოველთვის მქონდა, რომ მაშინ ცხოვრობდი რაიონში, თეთრი წყაროს რაიონში და იქიდან როდესაც მოვდიოდით ხოლმე მანქანით მამას მოვყავდი კლინიკაში და სულ მახსოვს ეს კადრები რა, რაღაცნაირად რომ იყო ფონჭალაში ბევრი ხეები დარგული მწკრივში და ამ ხეებს ვითვლიდი ხოლმე და რაღაცა მე
ზუსტად რიცხვი აღარ მახსოვს, აი იმ ხის მერე უკვე კლინიკის ასახვევი უნდა ყოფილიყო და ჩემი გულისცემა მესმოდა ხოლმე ყურებში რაღაცნაირად მთლიანად ფეხები და ხელები მიბუჟდებოდა და აი ეს გულისცემის ხმა ეხლაც კი მესმის ყურებში ის საშინელი პერიოდი რაღაცნაირად რომ ექიმთან და მივსულიყავი. ნუ ბავშვისთვის თვეში ერთხელ დადიოდი. ხო როგორც მივხვდი ალბათ წნევის გასაზომად ძალიან რთულია რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე ეხლა გამახსენდა მოკლედ ერთი ჩემი ნაცნობის შვილი, რომელსაც თქვა დაბადებიდან რაღაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს, მაგრამ რაღაცა სხვანაირად არიან ხოლმე მაინც მიჩვეული ეს ბავშვები და რაღაცა სხვა ისა აქვთ კიდე რა სხვა უნარი არ ვიცი რა ქვია ამას რომ შეიძლება ვთქვა 15 წლის რომ მიიყვანო უფრო პანიკაში ჩავარდეს და რაღაც ძალიან პატარა რაღაცაზეც კი ძალიან ისეთი ემოცია ქონდეს და ამ ბავშვებს ეს უფრო ნაკლებად აქვთ რაღაც უფრო დიდი ბავშვებივით არიან და იქცევიან ხოლმე რა კი და თან დამოკიდებულებებით შეიცვალა უფრო უკეთესი დამოკიდებულება გახდა ექიმსა და პაციენტს შორის თითქოს ანუ შედარებით უკეთესი ვიდრე მაშინ იყო მე მახსოვს მეხუთე სართულზე იყო ეს ჩემი ექიმი და რა თქმა უნდა იმ 90-იან წლებში ლიფტი არ მუშაობდა ფეხით რო ავდიოდი თქმა ეს ბოლო საფეხურზე რო დავდგავდი ფეხს ვიყურებოდი აქეთ-იქით ერთი ექთანი იყო ასახანდაზმული ქალბატონი და რო უნდა დაეყვირა ჩემთვის სათვალე რატომ არ გიკეთია და მეშინოდა ამ ქალის ძალიან მეშინოდა რა ოღონდ ეს ქალი არ შემხვედროდა ხოლმე და ნუ სათვალე იმიტომ არ მეკეთა რომ მინიშნავდნენ ამ სათვალეს და არასდროს არ მომწონდა სათვალე იმიტომ რომ ვერ ვირგებდი ვერ ვხედავდი უკეთესად თავბრუ მეხვეოდა თავი მტკივდებოდა და ვერ ვაგებინებდი ამ ექიმებს რომ მე ეს სათვალე არ მომწონდა და მეუბნებოდნენ რომ გინდა თუ არა ეს სათვალე უნდა გეკეთოს და რაღაცნაირად არ ბავშვობაში საერთოდ არ მკეთებია სათვალე, აი ძალიან იშვიათად თუ დაუძალებიათ და ვერ ვხედავდი, ანუ გამრუდებულ საგნებს ვხედავდი და ასე შემდეგ და ვერ ვაგებინებდი ვერაფრით, რომ ეგონათ რომ უბრალოდ სათვალე არ მინდოდა რომ მკეთებოდა. და ეხლა გადმოსახედიდან ჯერთი ვერ დააკორექტირებდა სათვალე, იმიტომ რომ ნისტაგმი მქონდა და ძალიან რთული დასაკორექტირებელია სათვალით ჩემი მხედველობა. და მეორეც ერთი არ ვიცი, ნუ აშკარად არასწორი ნომერი მქონდა, ხო თავი რომ მტკივდებოდა და გადაგრეხილ საგნებს ხედავდი რაღაცნაირად და მეშინოდა ამ ქალბატონის სულ რომ არ დაეყვირა არ ეჩხუბა რაღაცნაირი ცივი სახეებით რო გვხდებოდნენ რაღაც ამლის სუნი რო იყო საშინელი რაღაც ფსიქოლოგიურად იყო ძალიან მძიმე გადასატანი და ეხა თითქოს აღარ არის ესეთი დამოკიდებულება და ეხა პედაგოგს აღარ აქვს იმის უფლება ბავშვს რომ დაუყიროს და ექიმს მით უმეტეს. კარგი, მოდი ნისტაგმი რადგან ვახსენეთ, მაგ თემასაც შევეხოთ. ანუ ესე იგი რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად 2 წლის ასაკში გაკეთდა პირველი ოპერაცია? 2 თვის. 2 თვის ასაკში გაკეთდა პირველი ოპერაცია. მარჯვენა თვალზე თუ ორივე თვალზე? ჯერ მარჯვენაზე და შემდეგ მარცხენაზე, ორივე თვალზე. ორივე თვალზე. მე რომ ნახე ისტორიაში, ესე მახსოვს და გადავამოწმებ მაინც რაც თქვენ გამომიგზავნეთ, რომ მარჯვენა თვალში თავიდანვე მხედველობა იყო ძალიან დაბალი. კი, შედარებით დაბალი ვიდრე მარცხენა თვალში. ხო, მარცხენაში უფრო ვთქვათ, ასე ვთქვათ, კარგი მდგომარეობა იყო. მარჯვენაში თავიდანვე პრობლემა იყო. კარგი, ნისტაგმი როდის წამოვიდა თანდაყოლილი, ალბათ ვერ იქნებოდა ეგ მერე ამ გლაუკომამ გამოიწვია ალბათ. ნისტაგმი შემდეგ უკვე დაახლოებით აი სკოლის ასაკის როდესაც გავხდი, დაახლოებით უკვე შემდეგ წამოვიდა 6-7 წლის ასაკში. და ნუ ეს მაღალი მიოპია ზოგადად მიოპიას ახასიათებს ზოგადად ნისტაგმი, როდესაც კარგად ხო ვერ ხედავდა, ვერ ახდენს ფოკუსირებას და ნუ იქ ნერვის დაზიანება იყო და ნუ თან ახლავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში გლაუკომას. არა, ვიცით რა, როდესაც თქვა უჭირს ადამიანს მხედველობა, ცდილობს რომ რაღაცა ფოკუსირდეს, მერე ტვინი ვერ ახდენს ამ ყველაფრის გაერთიანებას და მაგ დროს ძალიან ხშირია ხოლმე. ანუ დაახლოებით სკოლის ასაკში დაიწყო ეს.
მესმის. მოდი, აქვე პატარა გადახოვასავთ, რომ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ბავშვები ან ოჯახები, სადაც იზრდებიან ეს ბავშვები, ვისაც აქვს ეს დიაგნოზი, თუ გახსოვს, როგორი იყო ოჯახის დამოკიდებულება, როდესაც გაიგეს ამ დიაგნოზის შესახებ, მაშინ ვერ გეცოდინებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო, მაგრამ რა ცნობიერებაში რაც გახსოვს, რა იყო კარგი, ახლა რომ უყურებ თქვათ იმ ყველაფერს შენი ოჯახის მხრიდან და რამე თუა ისეთი, რაზეც თქვათ მისცემდი რეკომენდაციას სხვა ოჯახებს, რომ აი ესე არ მოგცეოდნენ თქვათ ბავშვთან რაღაც არ ეთქვათ ან დიაგნოზის შესახებ, ან აი არ ვიცი, რაც გახსოვს ამ ცნობიერებიდან გამომდინარე, რას გამოყოფდი. მე ვფიქრობ, რომ ყველა პაციენტმა, მათ შორის ბავშვმა პაციენტმაც თავის დიაგნოზის შესახებ მეტნაკლებად უნდა კონდეს და იცოდეს ინფორმაცია, გააზრებული უნდა კონდეს პატარაობიდან, რასთან აქვს საქმე. ჯერ ერთი ფსიქოლოგიურად არის ძალიან უფრო მარტივი გადასახარში დიდობაში და შემდეგ კიდე მეტად გააზრებულად ეცოდინება, როგორ მოუაროს თავს. ამიტომ მე თავიდანვე მქონდა ეს გააზრებული და ნათქვამი მქონდა ჩემს მშობლებს, რომ ეს იყო თვალისწნევა, უნდა მეწოთებინა მუდმივად წამალი, უნდა დამერეგულირებინა ეს თვალი, დაგვარეგულირებინა, არ უნდა გამოგვეტოვებინა არაფრის დიდებით წამალი. თუმცა რაც ერთადერთი შენიშვნა მაქვს ყოველთვის ჩემს მშობლებთან და დღესაც სულ ვეუბნები ყველა მშობელს, პაციენტ ბავშვების მშობლებს, რომ არასდროს არ გამოიჩინოთ განსაკუთრებული მზრუნველობა. და განსაკუთრებული აი რაღაცა აი თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება ზედმეტი რომ მაგალითად სულ მაქვს იმისი შეგრძნება რომ იმდენი გამიკეთეს მე რომ რაც ჩემი ძმისთვის უნდა გაეკეთებინა დააკლეს. და ყოველთვის მაქვს რაღაცნაირ დანაშაულის შეგრძნება. იმიტომ რომ წყალი მომინდებოდა, არ უნდა ამდგარიყავი ფეხზე ჩემ ძმას ეუბნა და გიორგი თიკოს წყალი უნდა. ან მამა ჩემი და დედა ჩემი ერთმანეთს ასწრებდნენ სამზარეულოში, რომ წყალს ვინ მომიტანდა. დაუშვათ საჭმელი უკვე ცოტა რომ მოვიზარდე, საჭმელი უნდა იყო გასაკეთებელი, არახელი არ დადოგასთან ამიხო თვალში არაფერი შეგესხას. ჩემი ძალიან სასირცხვილოა, მაგრამ ჩემი საწოლიც კი არ მქონდა ალაგებული, სანამ არ გავხდი სტუდენტი და დამოუკიდებელი ცხოვრება არ დავიწყე და პირველად ვიგრძენი და გავიზარდე, ანუ გააზრდა ვიგრძენი, რომ ქალი ვიყავი უკვე ზრდასრული 30 წლის ასაკში, მაშინ როდესაც დედა გარდაიცვალა. და იყო კოშმარი, ანუ საშინელება იყო, იმიტომ რომ 30 წლის ქალს არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ანუ როგორ მოგცეულიყავი, რა უნდა გამეკეთებინა, თუნდაც საოჯახო საქმეები, თითქოს სადღაც ოკეანეში გადამაგდეს და ცურვა არ ვიცოდი. და ორმაგად ხო სტრესია მშობლის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, და ეს კიდე 10 მაგად სტრესი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ აბსოლუტურად მარტო დავრჩი ამ ხელა სამყაროში, იმიტომ რომ დედა იყო ჩემი თვალებიც, ყველაფერი აბსოლუტურად და მე ყველა მშობელს ვურჩევდი, რომ რა თქმა უნდა გაუფრთხილდნენ და ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება და ეძახიან გლაუკომას მხედველობის ქურდსაც, ხო, აი ძალიან ნელ-ნელა იპარავს და აკარგვინებს პაციენტს მხედველობას, მაგრამ ის რომ ვაიმე სათამაშოდ რო ხარ გასული და შენს თანატოლებთან ერთად რო გეძახიან, ბებიებმა უფრო იცოდნენ, ხა მშობლებმა არა ნაკლებ, ჩემ მშობლებს უფრო გააზრებული ქონდათ ეს ყველაფერი, რომ ანუ ქუჩაში არ დაეძახთ, მაგრამ აი ბებიებმა იცოდნენ, რომ არ იხტუნაო, თავი დაბლა არ დახარო, წრეში ბურთი არ ითამაშო, მე გუჩნდებოდათ იმ ჩემ თანატოლებს კითხო, ვაიმე რატო არ უნდა იხტუნაო და რაღაც უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდნენ რა და ამიტომ მე ყველას ვთხოვ, რომ ჩვეულებრივად როგორც დანარჩენ შვილებზე და ტიპიურ განვითარების ადამიანებზე ზრუნავენ, ისე იზრუნონ, რა თქმა უნდა, ოდნავ განსხვავებული იქნება ის, რომ მედიკამენტია საჭირო თუ ექიმთან არის წასაყვანი, მაგრამ ის რომ თითი არაფერს არ უნდა დააკაროს და ის რომ დამოუკიდებლად არ უნდა გავიდეს, როცა შეუძლია პაციენტს რომ გავიდეს და იაროს ქუჩაში და ისეირნოს და იმეცადინოს და ასე შემდეგ, ამაში დამოუკიდებლობაში ხელს ნურავი შეუშლით რა. კი, ძალიან საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა ახლა და ძალიან ზოგადად ხო, ალბათ ესეა, რომ როდესაც მშობელმა იცის, რომ თქვა თავის შვილს რაღაცაზე პრობლემა აქვს, ეს დედური ინსტინქტი უფრო ალბათ დედებმა ვიცით ხოლმე ზოგადად ვიდრე მამამ ან სხვა ოჯახის წევრმა. მამას უფრო გადაჭარბებული ქონდა.
ხო, ну რაღაცა ინსტინქტების დონეზე აქვს კიდე მშობელს ეს, რომ რაღაცნაირად დაიცვას თავისი შვილი იმ რაღაც გარემო ზედმეტი სტრესებისგან, ზედმეტი ფაქტორებისგან, რაც ხო, დედას ამაში ვერ დავადანაშაულებთ ზოგადად ვერავინ, თუმცა ალბათ მით უმეტეს ახლა ამ დიაგნოზის შემთხვევაში ძალიან საჭიროა რომ ვიზრუნოთ ასეთ ბავშვებზე, იცოდნენ თავისი რუტინა, ვთქვათ, რომ ყოველდღიურად ეს თვალისწვეთები, რაც თქვი და ის გარემო დამაზიანებელი ფაქტორი, რაც შეიძლება აღმოჩნდეს, იმას გარკვეულწილად მოვარიდოთ, თუმცა, ну, ამ ცხოვრებაში ადაპტირებაში უნდა შევუწყოთ პირიქით ხელი, იმიტომ რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საბოლოოდ, ვთქვათ, თუ დადგება, ან როცა დადგება ის მომენტი, რომ ან მშობლის გარეშე დარჩება ადამიანი და ნუ ეს გარდაუვალია ხო ყველა შემთხვევაში ყველა ცხოვრებაში დგება ეს მომენტი ამ ადამიანმა იცოდეს რა როგორ უნდა გააკეთოს და როგორ უნდა ადაპტირდეს თვითონ დამოუკიდებლად რა აი ელემენტარულად ხო ბავშვს რო ეხლა შეიცვალა ეს მიდგომა ბავშვს რო აჭმევდნენ ხოლმე რაღაც ძალიან დიდ ხანს თუ შეიძლება 4 წლამდეც რო აი არ დაისვაროს რაღაც არ დაესხას ამით ჩვენ ალბათ რაღაც ხრი ვიმარტივებდით ცხოვრებას მაგრამ ეხა აღარ არის ეგ მიდგომა პირიქით 1 წლის ბავშვი უკვე ზის და თვითონ ჭამს და თუნდაც დაისვაროს ყველაფერი იმ დროს ჩადებული რესურსი უფრო საბოლოოდ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, ვიდრე ვთქვათ ეს რაღაც მზამზარეულად მიტანილი. თუმცა ხო ეს ალბათ მზრუნველობის მომენტიდან გამომდინარეა და ქართველ მშობლებს კიდე ალბათ სხვა ევროპა და ამერიკა რო შევადაროთ ძალიან უჭირთ ეს. ნუ ხო 40 წლამდე ვერ იზრდება და კიდე მეც ვერ იზრდება შვილიშვილები ყავს. რაღაცა ჩვენი მენტალობაც მაინც ცოტა აქეთკენ არის ხო მიდრეკილი რომ რაღაცნაირად ვიზრუნოთ. კარგი, მოდი მივყვეთ ახლა ქრონოლოგიურად განვითარება სკოლაში რომ შეხვედი. აი მაგ პერიოდში როგორი მდგომარეობა იყო და როდის წამოვიდა შემდეგი გართულება, ასე ვთქვათ, სულ გართულებას დავარქმევთ ამ დაავადების. კი ბატონო, სკოლაში ჩვეულებრივად ვსწავლობდი. ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დავდიოდი. ხა ბოლო მერხიდან ვერ ხედავდი, მაგრამ პირველ მეორე მერხიდან ჩვეულებრივად ხედავდი, წერდი, ვკითხულობდი, მეცადინეობდი, ვიყავი ძალიან კარგი მოსწავლე, მაღალი ნიშნები მყავდა. და ნუ არ მქონია რაღაცა დიდი პრობლემები სკოლაში, თუმცა იყო რაღაცა დიდი ტექსტები თუ იყო თან იმ პერიოდში უშუქობა ლამპის შუქზე, სანთლის შუქზე, ნუ ვცდილობდა რომ დედას წაეკითხა ხოლმე ეს დიდი ტექსტები, მაგრამ ყოველთვის მაინც მერჩივნა რომ მე თვითონ მე მეცადინე, იმიტომ რომ უკეთესად მახსოვდებოდა. არასდროს არ ყოფილა არც სკოლაში და არც თანატოლების მიერ ბულინგი ჩემს მიმართ, არც პედაგოგების მიერ რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს პირიქით უფრო გადაჭარბებულ იმას ითხოვდნენ ჩემგან თითქოს შესაძლებლობებს ყოველთვის რა და ვერც ვიაზრებდი რომ რამე პრობლემა მქონდა აი ვერ სანამ წამლის დრო არ დამიდგებოდა და ექიმთან მისვლის დრო ვერ ვიაზრებდი მანამდე რომ რამე პრობლემა მქონდა ძალიან ჯანსაღ გარემოში გავიზარდე ჯანსაღი მეგობრები სწრე მყავდა პედაგოგების მით უმეტეს აი იმ პერიოდში ხო აი ძალიან დაბალი იყო ცნობიერების დონე მაგრამ არ ვიცი საიდან ქონდა ამ ხალხს ეს გამომუშავებული ჩვეულებრივი დამოკიდებულება იყო არც გართულებები არ მქონია სკოლის ასაკში და აი იყო ერთი დღე როდესაც ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში ვიყავით 13-14 წლის თამაშის დროს როდესაც ბავშვმა ეს გამოქნეული ჯოხი უკან ვიდექი და მარჯვენა თვალში ღია თვალში მომხვდა ანუ დიდი აი სიჩქარით წამოსული ჯოხი იყო და მაშინ ჩაომეცალა ბადურა. ანუ ისედაც იყო ეს თვალი ცოტა გადიდებული, მაღალი თვალის წნევა იყო, ვერ იმორჩილებდნენ წნევას და სულ იყო სადღაც თუ მარცხენა თვალში იყო 21-22, მან სულ იყო 25-27 თვალის წნევა და ეხა ვერ ხვდები ამდენი წელი რატო არ მიკეთებდნენ ამ ოპერაციას ამ თვალში, ვერ ხვდები მოკლედ, ნუ რაც არის. და წვეთებს რატო ჯერდებოდნენ მარტო როცა ხდებოდა რომ ამ ხელაწნევები მქონდა. და ნუ ეს წნევისგან გაზრდილიც იყო თვალი და ნუ მაღალი მიოპიაც ხა ბადურაც არამყარი იქნებოდა და ნუ ჯოხიც
თავის იქნა და ჩავამაშალა ბადურა და იყო საშინელი ტკივილი. დამირბილდა აი რაღაცა გაბერილ ბუშჩი რო წყალი ჩაასხათ და იოდნაურად დაჩუტოთ ესეთი რბილი იყო ძალიან თვალი თითქოს რაღაცა წყალივით წამომივიდა თვალზე და რა თქმა უნდა ვუთხარი ეგრევე მშობლებს თუმცა მაშინ არ დამიკარგავს მხედველობა ვხედავდი ცუდად ვხედავდი ცოტა უფრო შედარებით რაღაც ესე გაბლარულად და თითქოს აი ცრემლიანი თვალით რომ გამოიხედები მაგრამ ნუ მეგონა რომ დავკარგე მხედველობა და რომ გამოვიხედე ამ თვალიდან ხელი რომ მოვიშორ და ვხედავდი ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ მეთქი გადავრჩი რა არაფერი ისეთი და ნუ ბადურაზე გაკეთა მაშინ ოპერაცია? კი, წამიყვანეს ეგრევე კლინიკაში და ნუ მაშინ მახსოვს რომ ექიმა უთხრა დედა და მამა იდგნენ და ესა ამ თვალიდან ვეღარ დაინახავსო და აი მანდ მქონდა რაღაცა პროტესტის განცდა რა ანუ ხო ვხედავ ეხა ეს ჩემ ოღონდ ვერ ვიღებდი ხმას ხო ბადურის დაზიანება ხო ხანგრძლივი პროცესია ანუ მე ვხედავ ხო ანუ უცებ ხარ დავკარგე ანუ ვხედავ და ნუ ბადურის რაღაცა ერთ თვეში ხო შეიძლება ბადურის აღდგენა და მხედველობის შენარჩუნება ეხა მაშინ არ ვიცოდი ეს ყველაფერი ისიც არ ვიცოდი რა იყო ბადურის ჩამოშლა მაგრამ აი ძალიან დიდი პროტესტის შეგრძნება არ მქონდა ეს მახსოვს რომ ანუ თუ ეხლა ხო ვხედავ და რატო უნდა დავკარგო მხედველობა აი ეს კითხვა მქონდა და ვერც დედას დაუსვი ეს კითხვა და ვერც ექიმს არ ვიცი რატო არ დაუსვი მაშინ ეს კითხვა და მახსოვს დედაჩემის ცრემლიანი თვალები აკანკალებული ხმარო ანუ საშველიო არაფერი არ არისო და არაო ესე უთხრეს და ეხლაო ექიმიო არ არისო აქ ქირურგიო ვინც უნდა გააკეთოსო ეს ოპერაციაო და სადღაც ერთ კვირაში თუ 10 დღეში დაგვიბარეს მანამდე ანალიზები უნდა გაგვეკეთებინა რაღაცა პროცედურები იყო ჩასტარებელი ოპერაციის წინა პერიოდი ანუ გამოდის რომ ოპერაციას იკეთებდი ბადურის აფენო ხო ხო იმი თუმცა მაინც შედეგი იქნებოდა ის რომ ხოლოდ ხო და ამ ერთ კვირაშიც ვხედავდი სახლში რომ წამოვედი უნდა გენახათ აი ჩემი ეს ტრავმა ფსიქოლოგიურ დილით რომ ვიღვიძებდი ამაზე ავიფარებდი მარცხენა თვალზე ხელს და მარჯვენა თვალით რამდენს ვხედავდი მაინტერესებდა და ნუ მაგ თვალით ვკითხულობდი კიდევაც ანუ მახსოვს რომ ტელევიზორსაც ესე როცა საღამოს ოჯახი დავწყდებოდი ტელევიზორთან ამაზე აფარებული ჩუმად რო არ დაენახათ ჩემ მშობლებს რო ნერვიულობდნენ ვიყურებოდი და ვხედავდი ანუ კარგად რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვერ ვხედავდი თითქოს წყალში ვხედავდი მაგრამ მაინც ვხედავდი რა გამოსახულებას სადღაც 1-2-3 მეტრში ვხედავდი მერე მახსოვს რომ დააბარეს ჩემ მშობლებს რომ რაღაცა ძიმე აზოტიო თუ რაღაცა უნდა მოეტანათ თუ სწორად მახსოვს არ ვიცი თვალში ჩასადგმელად ესეთი გამოვიწერეთ საიდაღაციდან ჩამოგვივიდა მახსოვს მამამ აეროპორტიდან მოიტანა თერმოსით ეს რაღაცა და ნუ უნდა მოხდენიყო ამ თვალის ეს ოპერაცია ეს რაღაცა ჩადგმა ამ აზოტის თუ რაღაცის გაზი ხო არ იყო რომელიც შეინარჩუნებდა რაღაცა ხო აი ზუსტად არ მახსოვს ესე ძახდნენ და შემდეგ უნდა მომხდარიყო სილიკონის ჩადგმაც სილიკონის და რო გამიკეთდა ეს ოპერაცია ეს რამდენი წლის წინ ხდება ბოდიში გაწყვეტინა ზუსტად 20 წლის წინ ზუსტად 20 წლის წინ იყო შეიძლება 21 წლის წინ და რო გამიკეთდა ეს ოპერაცია ჯერ ვაიმე ყველაზე კურიოზული არის და მეგობრებთან ძალიან სეხუმრობით ვიხსენებ ხოლმე მაგრამ ძალიან მწარედ მახსოვს მქონდა ბავშვებს ხო ყველა ჩვენ რაღაც საყვარელი ტანსაცმელი გვაქვს და მქონდა ჩემი საყვარელი სვიტერი ყელიანი იყო რაღაც ზამთარი იყო ნოემბერი იყო როდესაც გამიკეთდა ეს ოპერაცია და ამ სვიტრით შემიყვანეს საოპერაციო ჯინსის შარვლით რა და ეხა რო ხვდები ანუ რა დონეზე ვიყავით მაშინ მე საცოდა ჩემი სვიტრი გააჭრეს და ისე გამხატეს ნარკოსთან რო გამოვდიოდი და როგორ წარედ მახსოვს არის რომ რატო გამიჭრეს ჩემი ეს სვიტრი რა ანუ ეხა რატო ვყვები ამ ყველაფერს აი ის ემოციები თითოეული დეტალი ბავშვის ფსიქიკაში ძალიან ილექება რა და მე ვლინდება დიდობაში თითოეული დაშვებული ვითომ შეიძლება არ ითქვას შეცდომა მაგრამ მაინც შეცდომად ნუ სამედიცინო შეცდომებზე რომ საერთოდ არ ვისაუბროთ ზოგადად
შეცდომა შეიძლება ეხლა დღეს უკვე ამ გადმოსახედიდან, როცა ვთქვათ, ამ ხელა ტექნოლოგიური პროგრესია, სერვისზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ ექიმმა ვთქვათ, იმის გარდა, რომ ძალიან პროფესიონალია და ამ პროფესიონალიზმში მოიაზრება ისიც, რომ რა დამოკიდებულება აქვს პაციენტის მიმართ, რამდენად სწორად უხსნის მის დიაგნოზს. ეს დიაგნოზი, ვთქვათ, გლაუკომა არის ექიმისთვის ისევ და არა პაციენტისთვის. პაციენტისთვის არის რომ რა პლუსები შეიძლება დაინახოს ამაში, რა მინუსები, რომ ამაზე გააკეთოს აქცენტიც და ვთქვათ ცხოვრებაც გააგრძელოს, ხო? ეხლა ადრე იყო ეს სიმსივნის სიმსივნეს რო იგებდა, ყველა უკვე всё განაჩენი გამოტანილი იყო, ასე ვთქვათ. თუმცა დღეს ეს მიდგომა აღარ არის და ექიმი რო ეუბნება რომ ეს გჭირს, ვთქვათ, იქვე ეუბნება რომ ჩვენ თუ ამას ასე გავაკეთებთ და ჩვენ შევეცდებით რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, ეს ამ შედეგზე შეიძლება გავიდეთ. თუმცა იქვე ეუბნება რომ შეიძლება ვთქვათ ის რისკები რაც არის და ასე შემდეგ გართულებები. ანუ ეს 20 წლის წინ რაც იყო, ეს დამოკიდებულება თუნდაც რაც თქვით რომ სათვალეს რატო არ იკეთებ და რაღაცა ყვირილი, ექიმს და პაციენტს შორის ურთიერთობაც ხო უბრალოდ ორ ადამიანს შორის ურთიერთობამდე დადის და ორ ადამიანს შორის ურთიერთობა არ შეიძლება იყოს ჯანსაღი თუ ერთი მხარე მუდმივად რაღაცა თავდასხმის პოზიციაშია და მეორე უბრალოდ უნდა მიიღოს და მოусმინოს, ხო ეს ხო ჯანსაღი ვერ იქნება ვერანაირად. კი ბატონო. ის მინდოდა რომ მეთქვა. და აი მოხდა ის რისიც ძალიან მეშინო და რასაც ყოველ დღე ვამოწმებდი იმ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც გამოვედი ნარკოზიდან პირველი რაც შევამოწმე დღემდე ეს მაქვს ჩარჩენილი პირველი ოპერაციიდან რომ გამოდიო რაც ვამოწმებ როგორც კიდე თვალი ახოვილი მქონდეს მაინც ნელ-ნელა ვახელ შიგნიდან და ვამოწმებ სინათლე შემომდის თუ არა ალბათ ეს იქ იმ ტრავმებიდან ჩამრჩა და რომ გავახილე თვალი საერთოდ ბნელოდა და რაღაცნაირად არ დავიჯერე მე რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ვეცადე რომ გამეხილდა მე ვიფიქრე რომ ეს სახვევი რომ მქონდა იქნებ დაღამდა მეთქი და მე მეორე თვალი რომ გავახილე ანუ ჩაოლებრად სინათლე იყო და ვიფიქრე რომ სახვევი რომ მქონდა იქნებ ამიტომ იყო სიბნელე მეორე დღეს როდესაც შემოვიდა ექიმი და ამხსნა თვალი და ისევ გავახილე და შევხედე, ბნელა და არაფერი არ ჩანს და რაღაც სადღაც მაინც მქონდა იმედი, რომ დავინახავდი და გამახსენდა იმ ექიმის სიტყვები, რომ დავკარგეთ მხედველობა ამ თვალში. ყველაზე რთული რაც იყო ერთი თვის განმავლობაში უნდა თავ გაუნძრევლად უნდა წოლილიყავი საწოლში. თავი საერთოდ არ უნდა გამოწრავდნენ, არც გვერდზე, არც მარჯვნივ, არც მაღლა. ასე მაჭმევდნენ, ასე მასმევდნენ წყალს. როგორ შევძელი მე დღესაც ტაშს უკრავ იმ პატარა ჩემს თავს 14 წლის ბავშვს რომ დღეს უფროსებსაც უჭირთ აი ეს ყველა მითითების შესრულება ექიმის და იყო ძალიან რთული აი რომ ახსენდება აი არავის არ უსურვებ ამ საშინელი ჯოჯოხეთის გავლას და ყველაზე რთული იყო ის რომ ჩემი მშობლები რიგრიგობით სავარძელზე მithენებდნენ ღამეს რომ თავი არ გამომოძრავებინა და აი ამათ ტანჯვას რო უყურებდი ეს იყო კიდე უფრო მეტად დამთრგუნველი და რაღაცა თითქოს განაჩენი იყო ეს თანახავად რომ მოდიოდნენ ნათესავები და აი რაღაცა ძალიან ცუდი სიტუაცია იყო მოკლედ ამის შემდეგ დავკარგე ეს მხედველობა რას ვიზავე ხა რაღაცნაირად შევეგუე მე მოხდა სილიკონის ჩადგმა თვალში და მე 24 საათის განმავლობაში შუბლით ესე ბალიშს უნდა ყოფილიყავი პირიქით უნდა წოლილიყავი ეგეც გადავიტანე და ძალიან განვიცდიდი როგორ ჩამეწვეთებინა გლაუკომის წამალი მარცხენა თვალში რომ იქაც არ დამეკარგა მხედველობა ანუ ეს უკვე გააზრებული მქონდა რომ თვალზე წნევა არ უნდა ამწეოდა მინდა აღნიშნო ის ფაქტიც, რომ ამ ხნის მანძილზე ჩემი თვალის წნევა ამ ოპერაციების დროსაც მანამდეც ყოველთვის იყო 21-22 და მეუბნეოდნენ, რომ კარგი წნევა იყო. მოდი, უნდა შეგაწყვეტინო აქ, მაგრამ თანდაყოლილი გლაუკომის შემთხვევაში თვალის წნევა, ამ ძველ გაიდლაინებსაც გადავხედე სიმართლე რომ გითხრა სანამ ჩვენ ამ პოდკასტს ჩავწერდით და მაქსიმალურად ვეცადე რომ რაღაცა სამედიცინო ინფორმაციები წამომეღო.
ძალიან ინდივიდუალურია ზოგადად თვალისწინება პაციენტში, დამოკიდებულია რქოვანა, როგორია, რამ სისქია და ასე შემდეგ. თუმცა თანდაყოლილი გლაუკომის შემთხვევაში მე როგორც ვიცი გაიდლაინების მიხედვით, რაც მე ვნახე ჩემი საკუთარი თვალით, უნდა იყოს არა 20, რაც ზოგად სტანდარტად მიღებულია, თუმცა ეს 20-ც მე შეგვიძლია გავშალოთ, რატო არის ამ 20-ზე მაღალი თუა უკვე სარისკო, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს დიაგნოზი თანდაყოლილი გლაუკომა, იმისთვის 20-იც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს. უნდა იყოს დაახლოებით 12-13-დან 15-ის ფარგლებში, რომ ვთქვათ, რომ ნორმაა და ვიმორჩილებთ წნევას. წნევაზე რატომ ვაკეთებთ ასევე აქვე ვიტყვი ამ ხელა აქცენტს, იმიტომ რომ როგორც კი ხდება წნევის მომატება, მარტივი რო იყოს, მოდი ვიხმაროთ ეს ტერმინი, რომ აი მხედველობის ნერვს გუდავს ეს წნევა ფაქტობრივად, ანუ აწვება, ახდენს გავლენას და მხედველობის ნერვის დაზიანება ხდება. მით უმეტეს ახლა თუ 20-ზე მაღალია და არის 30-40, ყოველი წამი მნიშვნელოვანია ამ დროს, იმიტომ რომ ის რამდენ ხანსაც გრძელდება ეს მაღალი წნევა, იმდენად ზიანდება მხედველობის ნერვი ამ მაღალი წნევის პარალელურად. ამიტომ არის გლაუკომიან პაციენტებში მნიშვნელოვანი, რომ წნევა იყოს ნორმა, რაც არის გაიდლაინით მიჩნეული, ოღონდ ეს ნორმა არ არის ყველა პაციენტისთვის და ყველა კატეგორიის გლაუკომის შემთხვევაში 20 არ არის ნამდვილად ასეა. არის სხვადასხვა. თანდაყოლილი გლაუკომის შემთხვევაში უნდა იყოს საკმაოდ 20-ზე ქვემოთ, რომ არ დაზიანდეს მხედველობის ნერვი. თუმცა ალბათ აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ შესაძლოა ვერ ვიტყვით, ყველაფერი ინდივიდუალურია, ანუ ამ წნევის დაწევაზე მუშაობს ექიმიც, ხო, გლაუკომის სპეციალისტიც, ანუ მისი ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ პაციენტში თვალის წნევა შეინარჩუნოს ნორმის ფარგლებში. თუმცა ადამიანის ორგანიზმზე ძალიან ბევრია რის დამოკიდებული, ექიმზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა პრეპარატების კომბინაცია შეიძლება შეირჩეს, შეიძლება ერთი თვალის, ვთქვათ, ერთი ხაზის მიმართულების პრეპარატმა ერთ პაციენტში დაწიოს თვალის წნევა, მეორე პაციენტში არ დაწიოს. ამიტომ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის კომბინაციაში დანიშვნა და ექიმის როლი უდიდესია ამ შემთხვევაში. რომ სწორად შეარჩიოს, ვთქვათ, პრეპარატების კომბინაცია, რომ თვალის წნევა შეინარჩუნოს ნორმის ფარგლებში, რათა არ მოხდეს მხედველობის ნერვის დაზიანება. თუმცა მე ახლა აქეთ ამ მხრიდან რო გავშალო ეს თემა ასევე მედიცინა და ექიმი რომ ღმერთი არ არის და ასე ვთქვათ, მის ხელში რომ ყველაფერი არ არის, ეს ვიცით ყველამ, თუმცა რაღაცნაირად მაინც გვაქვს ხოლმე ეს დამოკიდებულება, მეც მათ შორის, რომ თუ მივდივარ კონკრეტულ სპეციალისტთან, მივდივარ იმისთვის, რომ მან მიშველოს და ლოგიკურიც არის, რომ ეს დამოკიდებულება უნდა მქონდეს, მაგრამ დიაგნოზე და დიაგნოზის გარდა ადამიანის ორგანიზმზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, ხო? იმიტომ რომ მედიცინა მაინც მეცნიერებაა და ყველაფერი არ შეუძლია ექიმსაც რომ გააკეთოს. თუმცა არ ვიცი, პირველ რიგში მე ხა ჩემი გადმოსახედიდან რომ გითხრა, გარდა იმისა, რომ ექიმის პროფესიონალიზმი ფასდება იმითიც, რომ პაციენტს ყველაფერი განუმარტოს, ხო? ყველაფერი აუხსნას, ყველაფერი ცადოს და აი თუნდაც ახლა რაც თქვი, რომ მუდმივად მქონდა მაღალი ამ თვალში წნევა, ამას უნდა დააკვირდეს, ანუ ამ ისტორიასაც მიაქციოს ყურადღება, ხო? და მხოლოდ იმაზე არ იყოს ორიენტირებული, რომ ეხლა რო გაზომავს წნევას, ვთქვათ, ეს წნევაა და ნუ ადეკვატურია და ოკეი, ნორმის ფარგლებშია და არც არაფერი რა. მით უმეტეს ახლა მაშინ ეხლა ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია რაღაცები განსაზღვროთ და ვუთხრათ. ანუ იცით როგორი რაღაცა არის ახლა გლაუკომას ვიაზრებ რა, რომ ძალიან რთული დაავადება არის და ძალიან რთული სამართავი არის გლაუკომა და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მე არასდროს არ ვითხოვ ექიმისგან იმაზე მეტს, რაც ზუსტად ვიცი, რომ არ შეუძლია. დღესაც კი არასდროს არ ვითხოვ რა, ან ვეკითხები რა, მე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და თუ მე ერთად ვსხედვართ, ვსჯელობთ
ძალიან დიდხანს ვმშელობთ. შეიძლება ერთი კვირა ვიმშელოთ, თითო საათი დაუთმოთ ერთმანეთს, ღამე დაუშვათ, ღამეებიც გაგვითენებია მე და ჩემს ექიმებს. აი ეს რაღაც კონსილიუმები თქონია და ღამეები გვითენებია და გვიმსჯელია რა შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეხა უკვე ძალიან რთული თვალია. მაგრამ იმ პერიოდისთვის მე მეგონა რომ რახან იძახდნენ რომ კარგია წნევა, ანუ გაზომავდნენ მაკლაკოვით ზომავდნენ მაშინ წნევას, კარგია 20-21 და ანუ ეს რატომ ახსოვს? ამას ხო ბეჭდავენ შემდეგ პატარა ფურცლებზე და სულ რო დავხედავდი და ერთხელ მახსოვს რომ იყო 18 წნევა. და ისე შემეშინდა მეგონა რომ ცუდი წნევა მქონდა. აი აქედან მახსოვს ეს რა, ანუ რომ ეს 20-21 ხან 22, ნუ იყო ნორმა. მე შეიძლება ნუ ვცდილობდნენ რომ წამლებით დაეწიათ, არ ვიცი იმ წუთას რას ფიქრობდნენ, მაგრამ ფაქტია რომ მაგის ქვევით არ ჩამოდიოდა წნევა. არ ჩამოდიოდა წნევა და ამ წნევამ კიდე ძალიან ნელ-ნელა, მაგრამ დააზიანა. თუმცა აღსანიშნავია ის რომ სტაბილურად 20-21 იყო და არ თამაშობდა, ეს კიდევ რაღაცა არ გვიზიანებდა ძალიან ნერვს. მაგრამ ნელ-ნელა და ჩუმჩუმად გვპარავდა იმ ხედველობას. რაც გამოვლინდა მერე უკვე აი იმ წლებთან ერთად უკვე სტუდენტობის დროს ჩემთან. და მე უკვე როდესაც შევცვალე ექიმი და წავედი სხვა ექიმთან და რომ მივედი 21 წნევით, რას საბობ დაპანიკდა. საქართველოში ხდება ისე? კი, საქართველოში ხდება. ეს წნევა არ არის ჩვენთვის და ამიხსნა რომ ეს არ არის შენთვის ნორმალური, ეს არის ჯანმრთელი თვალისთვის ნორმალური. ანუ უნდა გქონდეს და მე გავიგე რომ თურმე 16 და 15 რომ მქონდა უკვე წნევა, იდეალური წნევა იყო ჩემი თვალისთვის. მე გავიგე, აი უკვე სტუდენტი რო გავხდი, მაშინ გავიგე ეს. მანამდე მეგონა რომ ის წნევა რაც იყო ძალიან კარგი იყო, თუმცა გრძნობდი რომ ნელ-ნელა რაღაცა იმ მანძილზე ვეღარ ხედავდი რა მანძილზეც პატარაობაში ვხედავდი და ასე შემდეგ. ველიც ვიცოდი. ხედველობის ველი შევიწროება არ ხდებოდა. ხო და აი მე უკვე ნელ-ნელა შევიწროვდა ველიც. რაღაცა უკვე დაბლა ნაწილს კარგად ვერ ვამჩნევდი და ბევრჯერ უკვე ხანფეხს წამოვკრავდი, ხან რაღაცა ქუჩაში ზიარული მიჭირდა, მაგრამ ანუ მეკონა რომ ეს მითხრეს რომ ეს ვერაგი დაავადებაა და რომ იცოდი საბოლოო ჯამში სიბრმავეს იწვევს და ნუ ეს გააზრებული მქონდა და ძალიან ბევრჯერ დამიტესტავს ჩემი თავი და დამიხუჭია თვალები როგორ დავიწყებდი სახში სიარულს, ანუ უკვე შევეჩვიე ესეთ რაღაცეებს და ვიაზრებდი ამას რომ მაგრამ არავითარ შემთხვევაში სადღაც ჩემი ქვეცნობიერი არ უშვებდა ამას რომ მე ხომ ჩემი ოცნებები მაქვს, მე ხომ პროფესია ავირჩიე, მე ხომ მინდა რომ ვიყო რეჟისორი. ანუ თავიდან იყო პროტესტი რომ რეჟისურობას რო ვირჩევდი, როგორ შეიძლება ამ ხედველობით რეჟისორი გახდეს ადამიანი და მე ვფიქრობ რომ მე ვარ ადამიანი რომელმაც დავამსხვრია ეს ყველაფერი და ვარ რეჟისორი და საქართველოში ყოველ შემთხვევაში ერთადერთი რეჟისორი ვარ ამ ხედველობით, მაგრამ ნუ არაფერი არ არის შეუძლებელი თუ რამე ძალიან გიყვარს გულით ყველაფერს გააკეთებ. მაგრამ ანუ დავუბრუნდები იმ თემას რომ მე გავიაზრე რომ თურმე 16 წნევა რა კარგია. ანუ აღარ ვხედავ ბურუსში პერიოდულად, ანუ დამილაგდა ის ბურუსი და რაღაცნაირად სუფთად ვხედავ ეხა, უი რა კარგია მკვეთრი კონტურები ბურუსის გარეშე ამ სამყაროს დანახვა, ნაწერების დაუშვათ გაბლარვის გარეშე დანახვა და ასე შემდეგ. და უკვე გვიანი იყო ძალიან. მე უკვე ვეღარ იმორჩილებდა წამლებით ჩემი ექიმი, აქაური ექიმი ამ ყველაფერს და ვეღარ ვუმკლავდებოდით, ან ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ერთად და აი ყველაფერი გააკეთა იმ ქალბატონმა ჩემთვის, რაც შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა და აღარ ქონდა უკვე რესურსი ადამიანს და პირდაპირ უკვე მირჩია რომ მოდი რა საზღვარგარეთ უნდა წახვიდე. თუმცა მე არ ვიცი მანამდე მინდა აღნიშნო, ყველა ალბათ თავის თავს დაინახავს, ვინც ამ პოდკასტს უყურებს. მე არ დავასახელებ სახელებს და გვერებს, იმიტომ რომ ამ ექიმებს დღეს პაციენტები ყავთ და იმ პაციენტებს აქვთ მათი რწმენა. და ბევრი მათგანი არის ძალიან კმაყოფილიც, უკვე კარგად მუშაობენ, დიდი პრაქტიკა და გამოცდილება აქვთ დღეს უკვე და არიან თავიანთ სფეროებში არიან პროფესიონალები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უბედურება საქართველოში. რეტინოლოგი რო გლაუკომის ოპერაციას აკეთებს, არ უნდა გააკეთოს. რეტინოლოგმა უნდა გააკეთოს რეტინის ოპერაცია. გლაუკომა იმდენად სპეციფიური მიმართულებაა და დაავადებაა. გლაუკომის სპეციალისტმა უნდა გააკეთოს გლაუკომის ოპერაციები და უნდა მართოს გლაუკომიანი პაციენტები. ასევე ხედველობის კორექციას ვინც აკეთებს და ლაზეროქირურგები ვინც არიან, მოდი ნუ გააკეთებენ ახმედის იმპლანტების გადანერგვას.
და ყველაფერი გვეშველება, არც უკმაყოფილო პაციენტი იქნება და თუ ვერ აკეთებ, გამიშვის სხვასთან. აი ზუსტად ერთადერთი რაც იყო ჩემს შემთხვევაში დიდი უბედურება და კიდევ ერთხელ თავზე ყველაფრის ჩამომხობა, იმ ბავშვს ხო ჩამომემხო თავზე ყველაფერი რომ ვერ დავკარგე ის ერთი თვალი, ხო? მე იმ ხედველობის დაკარგვის გარეშე ვიზუალურადაც ხო დამახინჯდა თვალი და იყო კომპლექსები, მაშინ როდესაც რაღაცა გოგოს გაპრანჭვა გინდა ხო რაღაც, ანუ ეს ყველაფერი ხო გავიარე. რა თქმა უნდა შეიძლება დღესაც რომ დამარცხნო და ვერ გადაგვერჩინა ეს თვალი და დამეკარგა მხედველობა, მაგრამ ანუ მე ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ. მაგრამ რომ მივდივარ ხედველი თვალით ექიმთან და როცა იცის რომ თვითონ ეს აპარატი არ აქვს, რითიც შეიძლება ამ თვალს უშველოს, ან ის პრაქტიკა და გამოცდილება არ აქვს. ნუ მეუბნები მაინც რომ ეხა საზღვარგარეთ რომ წახვიდე ქართველი ხარ შენ და არავინ არ დაგინდობს და შეგიყვანენ საოპერაციო და იქიდან უსინათლო გამოხვალ და არსად არ წახვიდე და რომ აჯერებ ამას. რომ 6 თვე დაგრჩა და შეიძლება მეტი ვეღარ დაინახო და მოდი რა სანამდეც შენ თავს უვლი მოუარე, აი ამ სიტყვებით ზუსტად და რისი იმედი გაქვს. აი სხვადასხვა ექიმების სიტყვებს ვამბობ, ოღონდ აი ვციტირებ. რისი იმედი გაქვს, ახლა არიცი გლაუკომა რომ საბოლოო ჯამში სიბრმავეს იწვევს და ანუ ხო უნდა გქონდეს ეს გააზრებული. ცოტათი შერბილებულად მაინც მითხარი შედალოცულო რომ გული არ გამისკდეს და კიდე სხვა რაღაც არ დამემართოს ინფარქტი მაგალითად ხო? ანუ სხვა ჩემს ადგილას მე მაგალითად წამოვედი, როდესაც ესეთი სიტყვები მითხრა ერთ-ერთმა რეტინოლოგმა, რომ ეს არის ისეთი დაავადება, რომ საბოლოო ჯამში იწვევს სიბრმავეს და მაქსიმუმ ამ თვალმა 6 თვე დაინახოს და სანამ მე დედაჩემს ჩაშურჩულა, სანამდეც თავის თავს უვლის, მოდი მოუაროს, ახლა ოპერაცია რო გავუკეთოთ, ამას დაკარგავს მთლიან მხედველობას. წამოვედი იმ დღით და ერთ-ერთი ძალიან რეიტინგული არხზე ვიყავი. ძალიან კარგ პოზიციაზე დავწერე განცხადება და სამსახურიდან წამოვედი. და იქ დავამთავრე ჩემი კარიერა. საერთოდ. დავაგდე კამერაც ხელიდან, ჩავწექი ლოგინში და ვიყავი ერთი კვირა სრულ დეპრესიაში, იმიტომ რომ წარმოვიდგინე, რომ რეჟისურის გარეშე ჩემი ცხოვრება იყო ანუ ნული, არაფერი და ხედველობას რომ დავკარგავდი, მე დავკარგე მთელი ჩემი სამყარო. და რა თქმა უნდა, მე აღმოჩნდი ძალიან ძლიერი ფსიქიკის, ანუ ერთი დღეც გავიღვიძე და უთხარ ჩემ თავს, რომ შენ არ ახარ ჯანმრთელი 21 საუკუნეში როგორ უნდა დაბრმავდე და მოდი თავს უშველე. ანუ არ დაუჯერო ამათ და თავს უშველე. და ამ შეშლილის სახით მივედი ისევ იმ ქალბატონთან, ვინც მეუბნებოდა, რომ რა ქვია, უნდა გადავარჩინოთ შენი თვალი, ვინც მართა ამდენი ხანი ჩემ მდგომარეობა, უბრალოდ ძალიან გვიან ვიპოვე ეს ქალბატონი და ზუსტად მახსოვს ამ ქალბატონის სახე გამომეტყველება და რამშექშა, ანუ რატომ მოხდი შეშლილი სახითო მეუბნება. და მეთქი ესე მითხრეს, რომ ვეღარ დავინახავ ვერასდროს და ანუ კარგად მეჩხუბა და მითხრა, რომ ეხა წადი და მოძებნე კლინიკა, სადაც გიშველიან რა, ანუ ამ გლოვას და ამ რაღაც სასოწარკვეთას ჯობია, რომ წახვიდე საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, მე საზღვარგარეთ წასვლაც რამხელა ფინანსებთან იყო ხო დაკავშირებული, არ ქონდა ჩემს ოჯახს ამდენი ფინანსები, რომ სადღაცას ახლა გადავეფრინე, გადმოგვეცადა ხო, ანუ რომ მე აქ რო გეუბნება 10 ექიმი რომ ვერ დაინახავ, როგორ უნდა ვცადო ახლა, როგორ გავაყიდინო ყველაფერი, მართლა ყველაფერი გაყიდეს ჩემებმა, რომ ჩემთვის ემკურნალოთ, ანუ სახლიც გაყიდეს და ყველაფერი აბსოლუტურად, რომ და წავედით სტამბოლში. მოდი აქ რო გაგაჩერო ბოდიში, ძალიან რთულია მოსასმენად რეალურად, იმიტომ რომ ის ემოციები, რასაც განიცდიდი და რასაც განიცდი დღემდე, ну, ძალიან ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ ამ ყველაფერზე ისაუბრო ერთი და მეორე ასე ისაუბრო და ამ ჭრილში წარმოაჩინო, რომ ის ვთქვათ ყოველი დღის გათენება იყოს ღმერთის საჩუქარი, რომ ხედავ რაღაცას, თუნდაც ძალიან მინიმალურს და ამ ყველაფერს ესი აღიქვამდე. ძალიან რთულია და ძალიან კარგია და ძალიან სწორ გზაზე ხარ ამის თქვა მინდა. თუმცა აქვე არ შემიძლია არ ვთქვა ის, რომ ჩვენ გვჭირს მარტო ეს, არ ვიცი, ჩვენ ქვეყანას თუ ალბათ ყველა ქვეყანა ხო თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა, მაგრამ ну ჩვენთან ძალიან აქტუალურია ეს თემა და დამოკიდებულება, რომ რა ხდება მსოფლიოში, ანუ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები, გვაქვს ძალიან კარგი აპარატურა და ყველაფერი შეგვიძლია ის, რაც შეუძლია, ვთქვათ, ევროპაში, რომელიმე კლინიკაში მყოფ ძალიან კარგ ექიმს,
ამის თქმა შეგვიძლია კი ბატონო რაღაცა მიმართულებებში ნამდვილად, თუმცა ექიმიც ხომ პირველ რიგში, რა ვიცი, ადამიანია, ადამიანობიდან მოდის ყველაფერი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ მე ვარ, ვთქვათ, გლაუკომის სპეციალისტი და საქართველოში მაქვს 7 წლიანი გამოცდილება, ვთქვათ, მსგავს პაციენტებთან მუშაობის. შესაძლებელია, რომ ევროპაში ან ამერიკაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში იყოს ექიმი, რომელსაც 5 წლიანი გამოცდილება კი არა აქვს, აქვს ვთქვათ 25 წლიანი გამოცდილება და ცხადია, რომ მას მეტი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. მითხრა ჩემმა ოფთალმოლოგმა, ვისაც ვახსენებ ქალბატონს, ზუსტად ეს მითხრა, რომ მე თუ დღეში მყავს 10 პაციენტი და დაუშვათ თუ თვეში ვაკეთებ 10 ოპერაციას, იქ რომ წახვიდე ვინმე გამოცდილ პროფესორთან, ის აკეთებს დღეში 10 ოპერაციას. კი, მაგის თქმა მინდოდა. იმას უკვე ხელიც, ანუ შენაირ პაციენტებში უკეთეს შედეგს დადებს, თორემ მეც შემიძლია გაგიკეთო, მაგრამ ანუ ესეთი ადამიანები ხო უნდა არსებობდნენ, რომ ყველაფერი ძალიან დიდ პატივს ვცემ ამას, რომ აღიარა ადამიანმა, რომ იცი რა არის, მე არ მაქვს ამ ხელა გამოცდილება და ახალგაზრდა ხარ, მოდი რა და არაფერი შეცდომა არ დაუშვათ და წადი იქ. კი, ეგ არის ყველაზე მეტად ამას ვაფასებ ადამიანში. ნამდვილად ეგ არის ყველაზე მეტად დასაფასებელი. ეს არ ნიშნავს, რომ შენ როგორც ექიმი რო ეუბნები, რომ მოდი იქ წადი, იქ უკეთესი, ან უფრო მეტად გამოცდილი ექიმია, ან მეტად სხვა ტიპის აპარატურა აქვს, რაც ჩვენ არა გვაქვს. ამის აღიარება არ აკნინებს ექიმს არანაირად. ეს არ ნიშნავს, რომ მე ცუდი ექიმი ვარ და ამიტომ გიშვებ სხვაგან. უბრალოდ თუნდაც პოპულაციიდან გამომდინარე რო აიღო ჩვენ რაც ვართ მოსახლეობა 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი შეიძლება ცხოვრობდეს სხვა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე უფრო მეტ გლაუკომიან პაციენტთან კონდეს თქვა სხვა კონკრეტულ ექიმს შეხება და ქართულს ნაკლები ხო მაგრამ ეს ძალიან ღირებულია რა მაგის თქმა მინდოდა მეც რომ ეხლა ეს ყველაფერი ვთქვათ რაც მოხდა შენს ცხოვრებაში ისე რომ წარმართულიყო ხო ეს დამოკიდებულებიდან გამომდინარე სულ რომ არ იყოს ექიმი პროფესიონალი ან ძალიან მაგარი პროფესიონალი იყოს კმაყოფილი ხარ იმ შემთხვევაში როდესაც კარგად გიხსნიან ყველაფერს და იმ შანსს მინიმუმ იმას რომ მე ჩემი ცხოვრება ხო ცხოვრების ხარისხი გავიუმჯობესო ან ასეთი შევინარჩუნო როგორც დღეს მაქვს და ეს შესაძლებლობა არ უნდა მომიკლას ექიმმა არანაირად იმიტომ რომ თუნდაც გლაუკომა იყოს იწევდეს საბოლოო ჯამში სიბრმავეს ხო ვისთვის რა არის ცხოვრება ხო ეს არის შეიძლება ადამიანმა არ ვარ და შეიძლება ხვალ სხვა რაღაცით კი აი ზუსტად ხო მაგის თქვა მინდოდა რომ შეიძლება ვიღაცა თქვათ მეორე დღეს რა ვიცი აღარ ვიყო სხვა რაღაცისგან ცოცხალი თუმცა ის დარჩენილი ცხოვრება ვისაც გვაქვს და რამდენიც გვაქვს გვინდა რომ გავატაროთ ხარისხიანად ხო და თავიდან მე რომ გეუბნება ექიმი რომ თქვათ აზრი არა აქვს ან ფსიქოლოგიურად შესაძლებელია მართალიც იყოს ის ექიმი მაგრამ ეს ჩვენი თქვათ პაციენტების მხარეს არა ლოგიკურია რომ ითქვას თქვათ მეორე მხრიდან და შეიძლება ხდება ისიც რომ არა აქვს და შეიძლება ეხლაც არა აქვს აზრი ამ კურნალობას და ეთყობა მე ვფიქრობ ხოლმე რომ ჩამრჩა მაინც ის ბავშვობის ტრავმები და ზუსტად ერთხელ ეხა ბოლო პერიოდში სხვა შორის იმ დღეს ერთი კვირის უკანაც კიდე დაუსვი განმეორებით ესეთი კითხვა ჩემს ექიმს ველაპარაკებოდი ტელეფონს და ეს არის რა ქვია დაგიშვია მეთქი აზრად თავში ესეთი რომ დავკარგავ თქო საერთოდ მხედველობას თქო და გაჩუმდა პაუზა ქონდა არაო ანუ და აი რო დავკარგო მეთქი და მაშინ რაღაცა ხუმრობით მოგდა ან მე რას მაწვალებ ან შენ თავს რატო აწვალებო რა ანუ რაღაცა იუმორით ვუდგებით ამას და მე ანუ სულ მეუბნება მიმეორებს ერთი და იგივე ფრაზას ეხა უკვე ახალი ექიმი ჩემი ვისთანაც ეხა მკურნალობ რომ საბოლოო ჯამში ყველა მაინც უნდა დავიხოცოთ და რა აზრი აქვს მაშინ რომ ცხოვრობთ რისთვის ცხოვრობთ და თუ იწევს საბოლოო ჯამში სიბრმავეს ხო კი ბატონო მაგრამ სანამ გამოიწევს იქამდე იცხოვრე ანუ წესიერად ხო ნორმალურად კი ანუ ადეკვატური რაღაც ხარისხიანი ცხოვრება ხო მე სიმართლე გითხრათ დღეს ანუ დღის გადმოსახედით იმდენად ადრე მქონდა დაშვებული და კი გეუბნებით რომ ესე ტესტავდი როგორ დავინახავდი როგორ ვივლიდი ოთახში გადავადგილდებოდი და როგორ იყო სიბნელეში აბსოლუტურად ცხოვრება და ტესტავდი ამას თვალს ვიხვევდი და
მარტო რო ვიყავი სახში, მით უმეტეს მაშინ ტესტავდი ხოლმე. დღეს არანაირად არ მაქვს დაშვებული, რომ მე დავკარგო მხედველობას. არ ვიცი ეს ჩემი რწმენაც არის და კარგია რომ რწმენაც მაქვს ასეთი, ანუ холод იმიტომ რომ უკვე აღარავის ესე მარტივად აღარ ვენდობი რა რომ ერთი რომ მეტყვის რომ ვეღარ დაინახავ ავდგები და წავალ მეორესთან მესამესთან ანუ სხვა ქვეყანაში წავალ საერთოდ და რაღაცნაირად მაქვს იმედი რომ იმდანაც სწრაფად ვითარდება მედიცინა რომ რატო უნდა დავკარგო მხედველობა როცა თავს მოვუვლი და ნამდვილად სწორი სტრატეგიით მივყვები სწორი დამოკიდებულება იმას რაც მაქვს ყოველ შემთხვევაში შევინარჩუნებ და მეტის ის მოლოდინი საერთოდ არ მაქვს და გააზრებული მაქვს რომ მხედველობის ნერვი არის ძალიან მცირე შერჩენილი ჩემ თვალში და ამისი აღდგენა შეუძლებელია და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა მაგრამ თუმცა მაინც მიდის ახლა მუშაობა მაგაზეც სადღაც არის კი ბატონო მე თუ არა სხვა ხომ მაინც დაინახავ სხვა პაციენტი კი ხო არ ვიცი ძალიან რთულია მართლა ესეთი პოზიტიური განწყობა და ამ ჭრილში წარმოჩენა რო არ შეგეძლოს ამ თემებზე საუბარი მართლა რაც გაქვს გამოვლილი ძალიან რთულია. მოდი ცოტა გადახვევა გავაკეთოთ და რომ მოგვიყვე როგორც ვიცი დოკუმენტური ფილმი გაქვს გადაღებული ნუ რეჟისორი ხარ ამ ფილმის და რაღაც ბევრი პრემია გაქვს ამ ფილმით აღებული, ასეა? კი, ვიყავი მე 23 წლის, ან მე 4 კურსის სტუდენტი ვიყავი და სადიპლომო ნამუშევრად ავირჩიე გოდერძი ჩოხელზე დოკუმენტური ფილმის გადაღება. და ნუ იმ დროისთვის ეხლა ამ გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ბევრი შეცდომებით მაქვს გადაღებული და არ არის ისეთი ხარისხიანი ფილმი, მაგრამ შინაარსი რაც თავარია არის ძალიან კარგი და ძალიან მიყვარს ეს ფილმი, იმიტომ რომ ბევრი წარმატება მომიტანა და აი ზუსტად ეს პერიოდი იყო, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა და ესე ხან ერთ კლინიკას მივადგებოდი, ხან მეორეს გადაღებების შუალედებში, თან ფილმს ვიღებდი და თან დავრბოდი ექიმებთან, რომ იქნებ ეთქვათ, რომ რამე სასიკეთო იქნებოდა ჩემს თავს. და უფრო მეტად მაგიტომ მიყვარს ეს ფილმი, რომ რაღაცა ის მძიმე პერიოდი ამ ფილმმა გადამატანინა და ბევრი პრიზიც აიღო როგორც საერთაშორისო ფესტივალებზე, ესევე საქართველოშიც და ნუ ეს იყო ესეთი ძალიან ესეთი სრულმეტრაჟიანი პროფესიონალი კინო, რაც გადავიღე, მაგრამ ნუ მას შემდეგ ამ ჩემი მხედველობიდან გამომდინარე თითქოს დავნებდებოდი, თითქოს მე ისევ დავიწყებდი და 2024-ში 10 წლიანი პაუზის შემდეგ გადავიღე 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმები, 2 მხატვრული და 1 დოკუმენტური. და ეს 2 მხატვრულიც ასახავს ჩემი პატარა ავტობიოგრაფიული ნამუშევარი არის და მეორე არის ერთი დღე უსინათლოს ცხოვრებაში, როგორ ცხოვრობენ უსინათლოები, რა პრობლემებს უმკლავდებიან. ხო, ნუ აი რეჟისურა ჩემთვის ყველაფერია ხელოვნება, შემოქმედება, ზოგადად წერა და აი აქ იმ სამყაროში ყოფნა და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მიმსუბუქებს აი ამ ყოფას, რაც დღეს მაქვს და მე რომ არ ყოფილიყავი აი ამ მდგომარეობაში და ჩემი დიაგნოზი რომ არ ყოფილიყო გლაუკომა, მე ის პიროვნება ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ დღეს. მე ამ დიაგნოზმა ჩემს პროფესიაშიც უფრო მეტი სათქმელი მათქმევინა. უფრო მეტად კეთილი ადამიანი გამხადა, უფრო მეტად ემპათიური გამხადა და მე მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ხანდახან მქონია რა თქმა უნდა ამის პროტესტის განცდა, რომ რატო მაინც და მაინც მე, მაგრამ მეორე გადმოსახედიდან მე მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ მე ვარ ამ დიაგნოზის მატარებელი მქონე ადამიანი, იმიტომ რომ კარგ ადამიანად გამომწერწა. სხვანაირ ადამიანად გამომწერწა, სხვანაირ ხელოვნად გამომწერწა და ზოგადად მიყვარს რაღაცა პირველად რომ მე ვაკეთებ, პირველად რომ მე ვნერგავ. ამიტომ ბევრი კარგი საქმე გამაკეთებინა ამ დიაგნოზმა რა. მოდი მაგ კარგ საქმეებზეც ვისაუბროთ გუშინ იყო მე მგონი გახსნა მაგაზე რომ მოგვიყვე მუზეუმის რა პროექტი იყო და როგორც ვიცი ძალიან ბევრ პროექტებში ხარ ჩართული, ვთქვათ მცირე მხედველი ადამიანებისთვის ქმნით რაღაც აუდიო სკრიპტებს თუ სწორად თუ ამბობ და აი ამ ამბებზე რომ მოგვიყვე. კი ბატონო, მე როგორც გითხარით
დაახლოებით 10 წელი მქონდა ძალიან ისეთი მართლა პაუზა, არაფერს არ ვაკეთებდი ჩემს პროფესიაში, ყველა სამსახური დავტოვე და ძირითადად წერდი. წერდი უსასრულოდ სცენარებს, უსასრულოდ პროექტებს, იდეებს და რაღაც მინდოდა რომ ერთხელ გადამედგა ის ნაბიჯი და მინდა ვთქვა რომ აი სწორედ იყო ერთ-ერთი ოფთალმოლოგი, რომელმაც მითხრა რომ შენ აღარ გაქვს იმის დრო რომ შენ თვალზე ინერვიულო. ეს თვალი მოდი მე ჩამაბარე და შენ წადი წერე და აკეთე რამე ღირებული ამ სამყაროსთვისო. და იმხელა რაღაცა არ ვიცი, თითქოს ვალდებულება მომცა ამ ქალბატონმა, რომ დავპირდი რომ მე აუცილებლად გავაკეთებდი ისეთ რაღაცას, რითიც იამაყებდა ჩემით. აი ეს მადლიერება იყო ალბათ, ერთ-ერთი მადლიერების გამომხატულობა იყო. და რა თქმა უნდა ვაკეთებ ყველა უსინათლოსთვის, ყველა ჩემი თავისთვისაც, მაგრამ ძირითადად ვაკეთებ ამ ადამიანისთვის, რომ ანუ იგრძნოს რომ მარტო ის არ ზრუნავს ჩემზე და მეც ვზრუნავ იმაზე რომ მან იამაყოს ჩემით და ის სიტყვები კიდევ ბევრ პაციენტს უთხრას. ანუ მარტო მე მასაც ვაძლევ ასე ვთქვათ სტიმულს და მოტივაციას რომ ყოველ დღეში 10 პაციენტი თუ 20 პაციენტი რო შევა, ყველა პაციენტს ეს სიტყვები უთხრას და ამიტომ ერთ დღესაც, როდესაც გამოვედი მისი კაბინეტიდან და მითხრა ესეთი სიტყვები, წავედი იუსტიციის სახლში და დავარეგისტრირე არასამთავრობო ორგანიზაცია მედია პოზიტივი ჩემს მეგობართან ერთად და ეს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია და დავიწყე მიმართულების მოძებნა რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ვინაიდან მე პროფესიით რეჟისორი გახლავართ, ძალიან მაინტერესებდა ფილმები, რომლებიც იყო აუდიო გახმოვანებით, მაგრამ არ იყო საქართველოში და შემდეგ ძალიან ესე შემთხვევით მოვხდით ერთ-ერთ პროექტში ჩემი გუნდთან ერთად უცხოეთიდან იყვნენ ჩამოსულები, ტრენერები, დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან გადაგვამზადეს და დღეს არიან ჩემი გუნდი აუდიო დისკრიპტორები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატები მინიჭებული. და დავიწყეთ უკვე აუდიო დისკრიფციის კეთება საქართველოში, გავრცელება, დანერგვა, ნახატების, ფილმების, სივრცეების, ხელოვნების ნიმუშების და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო პროცესია და ძალიან უცხო დარგი არის საქართველოში. ჯერჯერობით აი კიდევ ვერ ხვდებიან ხოლმე რაზე საუბარი. ეს არის თვალით დანახულის აღწერა ნახატზე მაგალითად რა არის დახატული ინტერპრეტაციის გარეშე. პირდაპირ რასაც ხედავ, ანუ წითელი არის რაღაც არკალისებრი მონახაზი თუ ასე შემდეგ, რა ზომის არის, რა ფორმის არის და ასე შემდეგ. ასევე ფილმებში დიალოგიდან დიალოგამდე ხდება. ბევრი პროექტი ავიღეთ. გავაკეთეთ, ბევრი ძალიან წარმატებული ღონისძიებაც გქონდა. ჩვენ დავნერგეთ პირველად ფესტივალი შემოპირებისთვის საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად უკვე ტარდება თეატრალურ უნივერსიტეტში, მათი მხარდაჭერით. და გუშინ სწორედ უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა საქართველოში, ქალაქ რუსთავში. გაიხსნა ეს მუზეუმი. გაიხსნა მუზეუმი. საკრებულოს ინიციატივით იყო, რუსთავის საკრებულოს და მერიის მხარდაჭერით. და გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველა ექსპონატის აუდიო აღწერა, სადაც არის ვიტრინებთან QR კოდები, უსინათლოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, უსინათლო ან მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანს შეუძლია მივიდეს და ასკანეროს და მოусმინოს რა არის განთავსებული ამ ვიტრინის უკან. ძალიან მაგარია. ეს ერთადერთი და პირველად საქართველოში. ამიტომ ყველას ვისაც დაინტერესდება, ველოდებით ჩვენთან რუსთავში. ძალიან მაგარია, ნუ ეს სხვისთვის რომ აკეთება, ნუ სხვა ადამიანებისთვის რაღაცას წინ ერთ-ერთმა სტუმარმა მითხრა, რომ ესო პირველ რიგშიო ჩვენთვის არისო კარგიო რა, ანუ გულისხმობ იმას, რომ ანუ რაღაცას იკმაყოფილებ ადამიანი, ხო? მაინც ანუ აზარტია რაღაცა, ერთ ადრენალინს განიცდი, რომ აი მაგალითად ვინმე რო გეტყვის, რომ იცი პირველად ნახე ფილმი. აი ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერების განცდა. არ ვიცი შეიძლება ვინმე არ დამიჯეროს, მაგრამ ხა ვიღაცამ რომ მითხრას ხვალ ოპერაციას გაიკეთე და დაინახავ, იმაზე დიდი ბედნიერება არის კიდე რომ ადამიანმა გითხრა რომ პირველად ნახა ფილმი და ეს შენი დამსახურება არის. ანუ ამას დიდი ბედნიერება არაფერი არ არის რა და ამიტომ
ყველა დიაგნოზის მიღმა არსებობს კიდე რაღაც შესაძლებლობები, რასაც მე იმასთან ერთად აკეთებ და გაკეთებინებს. ვიცი რა არის, ეხლა დავფიქრდი მაგაზე, ძალიან ბევრი შემთხვევა არის, რომ ორი ადამიანი რო ავიღოთ, ერთ შეიძლება კონდეს ძალიან, იმ მეორესთან შედარებით ბევრად მარტივი და მსუბუქი დიაგნოზი, თუმცა ემოციურმა ამბავმა ემოციურ ნაწილში იყოს არასტაბილური და რაღაცა ძალიან დრამატულად აღიქვამდეს მოვლენებს და იმას შეიძლება ბევრად უფრო ცუდი შედეგი დაუდგეს, ვიდრე ადამიანს, რომელიც პოზიტივით უყურებს ამ ყველაფერს, ცდილობს რომ გამოსავალი იპოვოს და რაღაცნაირად ამ მიმართულებით არის ჩართული საკუთარი თავი რომ გონებას ხო ძალიან ბევრი ამის შეუძლია. ფსიქიკა, ყველაფერი არა, ისეთია, ძალიან მაგარი ტიპია. ხო, გმართავს აბსოლუტურად და ხო, აი ჩემ შემთხვევაში ესე იცი როგორ რთული თვალი მაქვს. ეგეთიც და არ ვიცი ყოფილა თუ არა, მაგრამ რო დააჯერო შენ თავს, რომ რაღაც შეგიძლია რომ ვთქვათ რაღაც ვიღაცისთვის შეუძლებელი გააკეთო, გააკეთებ. კი. გააკეთებ და გამიკეთებია. იმდენად რთული დიაგნოზი, თვალი მაქვს. დიაგნოზი ხო გლაუკომაა, მაგრამ ის გლაუკომაც ხო გააჩნია როგორი, წარმოგიდგენიათ ახლა 3 ტრაბიკულოქტომი, ახმედის სარქველი, 3 ლაზერი, რაღაცა, ყველაფერი რაც კი არსებობს, დედამიწაზე თვალის ოპერაცია, ყველაფერი გაკეთებული მაქვს და ფიზიკურად თვალში ადგილი არ არის, სად უნდა იმუშაოს ექიმმა რა, პროფესორმა, მაგრამ ეს თვალი წესით არ უნდა ხედავდეს მართლა რა, იმდენად რთული თვალია და მაგრამ ზუსტად ვიცი რომ კიდე ბევრს გაუძლებს რა, ძალიან მაგარი ტიპია ეს ჩემი თვალი, კიდე ბევრს გაუძლებს, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ერთად. სიმართლე რომ გითხრა ხა ეს რომ დავკარგო რაც მაქვს, ძალიან ბევრ საქმეს ვეღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე ხო არ ვიყავი ტოტალურად დაბადებიდან უსინათლო და ძალიან მიჭირს ადაპტირება, ეხლა ვიღაცა ჩემი მხედველობით ქუჩაში ჩვეულებრივად დამოუკიდებლად გადაადგილდება. ჩემთვის ხა მე ვარ სწრაფსიარულს მიჩვეული რაღაცა ყველაფერი მინდა რომ დავინახო ხმოვანი პროგრამით ისე ვერ ვსარგებლობ როგორც უსინათლოები სარგებლობენ. მაინც მთელი დღე ტელეფონი სახეზე მაქვს გაფარებული და ესე ვუყურებ და ვკითხულობ მაინც და რაღაცები, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა შევწელი ჩემი ფსიქიკით რა, დავაჯერე ჩემ თავს რომ ესე არ არის და ხა რასაც რისიც გჯერა ის აუცილებლად ეგრეა რა, ნამდვილად 100%-ით ყველა პაციენტს ამას ვეტყოდი რა, აი საერთოდ არ ღირს, იმდენად ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება რომ რაღაცას ჩავსიკლა და ვაიმე ხა მე ეს უბედურება მჭირს და სიმართლე გითხრათ ძალიანაც არ უვლი ჩემ თავს, არ ვარ ის ტიპი რა, პაციენტები ხო არიან ესე ამ საათიდან ამ საათზე უნდა ჩაიწოთონ წამალი, ბევრი წყალი არ უნდა დალიონ თუ რაღაცა. როცა საჭირო არის მეგობრებთან ერთად ალკოჰოლსაც ვიღებ ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, წყალსაც ვიმდეს, რამდენიც მინდა 2 ლიტრაც დამილევია დღეში, მაგრამ თვალისწინება იდეალურად არის, თვალი არ მეცეს. იმიტომ რომ მაგაზე ემოციური განწყობა ძალიან მოქმედებს თვალისწინებაზე, გარდა იმ ფაქტორებისა. მე თვალისწინება ამიწევს, მართლა მიწევს რა. კი, იმიტომ რომ ორგანიზმი რაღაც ხრი თუ სტრესში ვარდება, ეს ყველაფერზე მოქმედებს. თვალის გარდა, ისე წნევა რო გავიზომოთ, შეიძლება 2 წამში მართლა მაღლა გქონდეს და განწყობა არის ნომერ 1 ყველაფერში, რომ ჩვენ უნდა მოუმართოთ ჩვენი ტვინი ისე, რომ რაც გვინდა ის ვაკეთებინოთ. მოდი გადავიდეთ ახლა თურქეთის კლინიკის ამბებზე. აქ მინდა რომ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში მაშინ ამ წლების წინ რა სიტუაციაც იყო, თუნდაც ექიმების გამოცდილება გლაუკომის მართვაში, ამის გარდა არის ტექნოლოგიური ნაწილიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ეტაპისთვის მე როგორც ნახე ინფორმაცია და მოვიძიე თურქეთის მაგალითზე რო ვისაუბროთ, ახლა ჩვენ რადგან თურქეთის გამოცდილება გაქვს, რა შესაძლებლობებიც ქონდა იგივე შესაძლებლობები არ იყო საქართველოში, თუნდაც ლაზერის ამბავი, მიკროპულსური დიოდური ლაზერი, რომელიც შენს ისტორიაშიც იყო ნახსენები, რომელიც გაგიკეთდა თურქეთში, იმ მომენტისთვის საქართველოში არ იყო მსგავსი ტიპის ლაზერი. მე მაინტერესებს აქედან რომ დავიწყოთ, თუ გქონდა ზოგადად ამ ლაზერზე ინფორმაცია, რომელიმე ექიმისგან, თუნდაც საქართველოში, რომ არსებობს ასეთი რამ მსოფლიოში, თურქეთში, ან გერმანიაში, ან ამერიკაში, რაც დაეხმარება, ვთქვათ, შენს თვალს, რომ წნევა დაარეგულიროს.
ანუ როგორ მოხდა ან ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა რომ უნდა წასულიყავი იქ როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრჯერ იყო გაკეთებული აქ ქირურგიული ჩარევა და ესეც მინდა აღვნიშნო რომ დღევანდელი მიდგომით რაც უფრო ნაკლებ არის არაინვაზიური მეთოდი გამოყენებული, არა მხოლოდ გლაუკომის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, უფრო შედეგიანია და უფრო ითვლება, რომ სწორი ნაბიჯი არის ექიმის მხრიდან, რომ ჯერ ეს ეტაპები იყოს გავლილი, ну, ბოლოს თუ სხვა გზა არ არის, ქირურგიული ჩარევა მისაღები არის. თუმცა აქვე მინდა ვთქვათ ის ასევე ხაზგასმით, რომ იმ მომენტში საქართველოში რა შესაძლებლობებიც იყო ექიმების მხრიდან იყო მხოლოდ ალბათ რომ გაეკეთებინათ ქირურგია, იმიტომ რომ ლაზერი იმ მომენტისთვის არ არსებობდა საქართველოში. აი ამ ნაწილზე რო გადავიდეთ და მოგვიყვე, როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე, ვინ გითხრა ამ ლაზერის შესახებ, თუ შენით მოიძიე და მე უკვე იქ როგორ გაგრძელდა პროცესი და როგორ შეადარებდი იმ დროისთვის თურქეთის კლინიკასაც იმყოფებოდი რაღაცა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ნაწილში ძალიან წინ წასულდა განვითარებულ კლინიკას ჩვენთან შეტარებით სამწუხაროდ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ლაზერზე გადავიდოდით, მანამდე მე ვიყავი სტამბოლში ჩასული, სადაც გამიკეთდა ახმედის იმპლანტის გადანერგვა. უბრალოდ დღეს სადაც მკურნალობ იმ კლინიკაში არ ვიყავი, სხვა კლინიკაში ვიყავი იმ პერიოდისთვის. და ნუ ამის შემდეგ რაღაცნაირად ამოვისუნთქეთ მეც და ჩემო თვალმაც დაახლოებით 8 წლის განმავლობაში თვალის წოთები არ გამომიყენებია, ისე იყო 16 ჩემი თვალის წნევა. და ამას ვაკონტროლებდი აქ საქართველოში. შემდეგ უკვე მანამდე ისევ ჩატარდა ერთ-ერთ კლინიკაში სტამბოლში, ისევ ტრაბეკულოქტომია და პლუს ჩატარდა კატარაქტის ოპერაცია, ბროლი შევიცვალე. და 1 წლის შემდეგ გადაინერგა ახმედი. ოღონდ ეს სხვადასხვა კლინიკაში ხდება. და მინდა ხო, პაციენტებს მინდა უთხრა, რომ აი რაღაცნაირად გონიათ, რომ ამ თურქეთში არის რაღაცა სამოთხე რა, ანუ ყველა სადაც არ უნდა ჩავიდნენ, ნებისმიერ კლინიკაში იმაზე უკეთესი დახვდებათ სიტუაცია, ვიდრე საქართველოშია და ესე არ არის. ანუ საქართველოში შეიძლება უფრო უკეთესი ოფთალმოლოგი შეგხვდეს, ვიდრე თურქეთში რო ჩახვიდე, ესე ბრმად რომ ეძებო, იმიტომ რომ იქაც იყო რომ ის ტრაბეკულოქტომიას რო გააკეთებდა ამ გადმოსახედიდან მე უკვე ძალიან ბევრი ვიცი რა. ანუ არ გაამართლებდა რა და თან არც გაუფრთხილები ვარ რომ ამ კატარაქტის ბროლის შეცვლის შემდეგ შესაძლებელი იყო რომ ამწეოდა თვალის წნევა და განვითარებული იყო მეორადი კატარაქტა. ეს ინფორმაციაც არ მითხრა იმ თურქმა ექიმმა. და მოკლედ ზუსტად 1 წელში დამეწყო ისევ წნევის თამაში, ისევ დამებურა თვალი, განვითარდა მეორადი კატარაქტა, ეს აქ მითხრა უკვე ჩემმა ოფთალმოლოგმა, რომ კაფსულა იყო შემღვრეული და აუ ის ნუ რაღაცა უნდა ვიპოვოთ გზაო რა, ანუ აქ ახმედი უნდა გადაინერგოსო ჩემმა ქართველმა ოფთალმოლოგმა მითხრა. ოღონდ რა თქმა უნდა მირჩია რომ ისევ წავსულიყავი საზღვარგარეთ. ამის შემდეგ ისევ დავიწყეთ მოძიება კლინიკის და ნუ ცოტათი უკეთეს კლინიკას მივაგენით და გაკეთდა ახმედის გადანერგვა, სადაც მართლა გაამართლა და მე ნუ იდეალურად მართავდით აქ სიტუაციას. იმდენად დაპანიკებული ვიყავი, რომ თავიდან დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ყოველ კვირა დავდიოდი და წნევას ვიზომავდი, ანუ მართლა რა, ანუ რაღაცა ის მქონდა, რომ მეთქი არ ამეწიოს კიდე. და აი ეს 8 წელი ვიცხოვრე ძალიან ბედნიერად და 8 წელი ვიცხოვრე ისე რომ ეს კაფსულა იყო შემღვრეული, მეორადი კატარაქტა იყო განვითარებული და არ ვიკეთებდი, მოკლედ არ მაძლევდა ჩემი ქართველი ოფთალმოლოგი იმის ნებას, რომ ეს კატარაქტა კაფსულა გადაგვესუფთავებინა, იმიტომ რომ ძალიან ეშინოდა. რისკი იყო გლაუკომის სიმპტომის დამძიმების კი. რეალურად ესე რომ ხა მედიცინაში ჩავიხედოთ და ვთქვათ რომ ანუ ძალიან დაბალი 1-2% არის რისკი რომ თვალის წნევა მოემატოს, მაგრამ ჩემ თვალთან ანუ მე რაღაცა კონკრეტული кейსი ვიყავი და რთული кейსი ვიყავი და ანუ ყველანაირი ნებისმიერი ჩარევა შეიძლებოდა მოეცა ის რომ წნევა აღწეოდა და მე რა გვექნა, იმიტომ რომ რესურსი ამოწურა თვალმა.
მოკლედ, ანუ ძალიან მიშლიდა უკვე ხელს ეს ბროლის კაფსულა რო იყო შემღვრეული, სულ რაღაცებს ხედავდი, ანუ დაცურავდნენ რაღაცები. მე გვეგონა რომ მინისებრი ხო არ იყო შემღვრეული, ესეც გავიკეთე კვლევა, არაფერი, ანუ კაფსულა იყო ძალიან შემღვრეული უკვე და რამდენი ბოდიში გაწყვეტინებ, რამდენი წლის წინ იყო გაკეთებული აქედან კატარაქტის ქირურგია? კატარაქტის ოპერაცია უკვე იყო სადღაც 3 წლის გაკეთებული, 3-4 წლის გაკეთებული. და უკვე კაფსულა შეიმღვრა. მაგრამ ნუ კიდე 1-2 წელი დაველოდეთ ამ ამბავს, რომ არა, მეუბნება რომ არ გააკეთებინო, არავის ხელი არ დაადებინო, თუ გააკეთებინებ, იაკ წადი ისევ საზღვარგარეთ. და ნუ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მივიღე და ჩუმად გავეპარე და გავიკეთე სხვაგან. ანუ იმდენად მინდოდა რომ კარგად დამენახა, ის რომ უკვე კარგად ხედავდი და სულთან ხედავდი, რომ ნუ მივედი ერთ-ერთ ოფთალმოლოგთან და მითხრა რომ კიო კაცო გავაკეთებ ამას. და იმ პერიოდში უკვე იყო ცოტათი წნევა უკვე მომატებული. უკვე თამაშობდა რა 6-7 წელი იყო გასული და უკვე ნელ-ნელა პატარ-პატარა მსუბუქ მედიკამენტებზე ვიყავი გადასული. და წნევა, როდესაც გამიზომა, კარგიაო წნევაო და შეგვიძლია გავაკეთოთო და რამდენი მაქვს მეთქი რომ ვკითხე წნევა, აიქი არის გამიზომა და არასდროს აიქი არის სწორად არაჩვენებს რა, ჩემ თვალში ნისტაგმარა ხან მაქვს და სადღაცა 27-ო რა, მეუთხარი 27 უკვე პანიკური შეტევა დამეწყო, 27 წნევა უკვე 7 წელი არ მქონია და რატო დამემართა ესეთი რაღაცა და მე მოდიო მაკლაკოვით გავზომოთო და ვნახოთო და ნუ მაკლაკოვით უიო, არ არისო 19-20 არისო და მოკლედ მე ამის გაკეთების შემდეგ გავიზომე თვალის წნევა ისევ და ნუ უკვე ვეღარ დავიმორჩილეთ წნევა რა. ანუ მანამდე ვუთხარი ამ ექიმს რომ იცით მეთქი ახმედის სარქველის შემდეგ თქო ან მედიკამენტი არ გამიყენები, ეხა დავიწყე მეთქი მსუბუქი მედიკამენტი, იმიტომ რომ ცოტა დაიწყო მეთქი თამაში და ხო არაფერში შეგვიშლის ხელს თქო და არაო კაცო რა შუაში არისო იაგიო საერთოდ გლაუკომასთანო და არაფერიო და ნუ კარგი. აი რატო დაუჯერე არ ვიცი ამ ხელა გამოცდილება რომ მქონდა, მაგრამ რაღაცა ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემი ბრალია, მე საერთოდ არ ვადანაშაულებ ამ ექიმს. ნუ უნდოდა და გამიკეთა რა, ნუ ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს. და მოკლედ დაიწყო აი ის რომ ვერც ჩემმა ექიმა ვეღარ დაიმორჩილა ეს წნევა, ნუ მეუბნება რომ აუ სასტრაფოდ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ველიც უკვე აღარ მოწონს. უკვე თამაშობს ხან 21-ია, ხან 25-ია, ხან 30-ია, მერე ჩამოვარდება, ხან 16, აი უცებ შეიძლება ერთ დღეში 13 იყოს, მეორე დღეს 30 და უკვე ძალიან დაიწყო თამაში. და ნუ აი ყოველ მისვლაზე მეუბნება რომ წადი, მაგრამ იმ ხელათან ხებთან იყო აი დაკავშირებული მართლა იმ პერიოდში უკვე დედას დაადასტურებული ქონა სიმსივნის დიაგნოზი, დედას გადარჩენისთვის ვიბრძოდით. და რაღაცნაირად სანამ კლინიკას მოვიძიებდი, იმიტომ რომ იმ კლინიკაში რომ დავუკავშირდი, სადაც ახმედი გადამინერგეს, ანუ გვითხრეს რომ ის ექიმი აღარ მუშაობს ჩვენთან და უკვე რთული თვალი გაქვს და ვეღარ მიგიღებთ აქ. და დავრჩი ჰაერში რაღაცნაირად ესე. მაგრამ მითხრა მე ჩემმა ოფთალმოლოგმა რომ იციო არსებობს ესეთიო ლაზერიო რა, რაც უსაფრთხო იქნებაო შენი თვალისთვის და ალბათ უკვე იქნებათო იმათო რა ეს ლაზერიო და ალბათ იმას გაგიკეთებენო და ნუ ვინმე იქნებ მოძებნო სადაც გააკეთებენ ამას. ნუ დავიწყეთ მე უკვე მოძიება, მაგრამ აი თან რაღაც დანაშაული შეგრძნება მქონდა რომ დედა ამ მდგომარეობაში, მე კიდევ რაღაცას დავეძებ იქით, მაგრამ მეც მაკლდება მხედველობა, დედას ვეღარ ვხედავ, ძალიან ცუდი პერიოდი იყო რა. თან კოვიდი იყო იმ პერიოდში, ახალი დაწყებული 21 წელი იყო. და შემდეგ ანუ ერთ-ერთმა ჩემმა Facebook მეგობარმა მითხრა რომ ერთი ქალბატონი არისო, ესე რაღაც თურქეთთან აქვს კომუნიკაცია, ოფთალმოლოგი არისო და იქნება მიხვიდეო და მე ძალიან სკეპტიკურად რა, ვინ გეხვეწები ხა ამ ხელა ოფთალმოლოგიური კლინიკები ვერ მშველიან და ვიღაცამ კიდე უნდა წამიყვანოს, რაღაც ჩემზე ფული აკეთოს. და ჩემმა მეგობრებმა ძალით მოკლედ წამიყვანეს იქ. ხო და აი სულ ვიხსენებ რაღაც საბედისწერო მისვლა იყო, იმიტომ რომ ჩაწერილი არ ვიყავი, მეორე დღეს მე მგონი მიფრინავდა თუ რაღაცა და ძალიან დიდი რიგი იდგა კაბინეტთან და ესე პირდაპირ ძალიან თავხედურად შევაღიკარები და უნდა მიმიღო მეთქი ვეუბნები. და გაოცებული მიყურე და საიდან მოხვედი, ვინ ხარ, რა გინდა შვილ. აი მეთქი ძალიან გთხოვ უნდა მიმიღო მეთქი და კარგიო შემოდიო. ანუ ძალიან დაბნეული იყო, ხო და აი არ იცოდა რა გაეკეთებინა რა.
და კაიო შემოდიო, აბა რა გჭირს რა ხდებაო რაღაცა და გამომკითხა და ეს არის მეთქი ესე მეუბნებიან რომ საშველი არაფერი აღარ აქვს თქო და როგორ არ გაქვს უკაცო საშველი დაწყნარდიო და რომ გამომიკვლია და ნუ წნევაც რო გაზომა და აი მანდ იყო 47-მდე ასული თვალის წნევა. და უკვე მქონდა ძალიან ძლიერი ტკივილები, აი სარქველიც ახმედის იყო გადმოსული, გადმომჯდარი თვალზე, ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ აი ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდით აქ რა, ანუ ქირურგიის გარეშე. აი ყველანაირი მედიკამენტი ამოვწურეთ. ქირურგიასაც ხო ლიმიტი აქვს. ხო, აი ყველაფერს ხო თავისი ლიმიტი აქვს და რო ჩამხედა მახსოვს აი მიკროსკოპით რო გიყურებს ოფთალმოლოგი ხო ძალიან ახლოს არის სახე და ეს რაღაცნაირი გაუცებული სახე ქონდა ქალბატონს და ну მივხვდი რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო და მეთქი ანუ არა ხო საშუალო როგორ არაო კაცო ახლა საიდან მოიგონეო ყველაფერი კარგად იქნებაო შენ არ ინერვიულო და შევიდა მეორე ოთახში და დაიწყო რეკვა და დაიწყო თურქულად ლაპარაკი გათიშავს მე ისევ დაიწყებს ლაპარაკს ანუ ბევრ ადამიანთან დარეკა და ნუ ამ მდგომარეობას უხსნის მე აპარატებს ფოტოებს უღებს უგზავნის რაღაცებს ნუ რაღაცა თითქოს რაღაცა პანიკური ის დაეწყო უცებს ფოთვა და რაღაცნა ეშველა და ნუ მე რაღაცნაირ თავისთვის ჩაილაპარაკა რომ ვინმე მხოლოდ მოგიდოთ ამ გოგოს ხელიო და კიდე დარეკა ვიღაცასთან რა და მითხრა რომ გაქვსო შესაძლებლობაო რომ გადაფრინდეო სასწრაფოთო იმიტომ რომ ძალიან მაღალია უწნევაო არ ინერვიულოვო მაგრამ ამასო მივხედავთო რა ნუ გეშინიაო აი რაღაცნაირ დამოვისუნთქე რა რომ მეთქი აი რაღაცნაირ მეუბნება ხალი რომ არ შემეშინდეს და რა თქმა უნდა გავფრინდით მეორე დღეს მე და ჩემი მეგობარი იყო სრულიად უცხო გარემო, მაგრამ იყო ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის გარემო რა. აი პირველი სად შედგავ ფეხს. პირველი რო არ იყო წამლის სუნი კლინიკაში ძალიან მომეწოდა ეს რაღაცა ძალიან არომატული სუნები იდგა რაღაცა არაჩვეულებრივი გარემო სასტუმროში მეგონა თავი. ყველა ესეთი ღიმილით მობრძანდი კეთილი იყო შენი მობრძანება ხო ხარ კარგად რამე ხომ არ გჭირდება ის ხო არ გინდა ეს ხო ყველა მიღიმოდა. ისეთი უცნაური შეგრძნება მქონდა მეთქი ხო არ ყვდები რატომ იცინი ეს ხალხი ანუ ძალიან ცუდად არის ჩემი მდგომარეობა და იმიტომ მიღიმის თურმე ყველა პაციენტს ესე ეკცევიან იქ და მე მეგონა რომ რაღაცა ისეთი განაჩენი მქონდა უკვე გამოდანილი და ვეცოდებოდი ამ ხალხს და ნუ იქ რო შევედი პირველი კითხა პროფესორმა რომ გენეტიკური ანუ ვინმეს ხომ არ აქვს გლაუკომა ნუ შემდეგ გამოგკითხა ყველაფერი და გვითხრა რომ აი 10000-ში ერთი პაციენტი ხარო ისეთი რთული მდგომარეობით მოხვედიო რა აი სად უნდა ვიმუშაო ფიზიკურად ადგილი არ არის თვალშიო ნუ რესურსი აქვს თვალს ამოწურულიო რა მაგრამ ნუ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ პირველ ეტაპზე რაც იყო გასაკეთებელი, ბომბაჟი იყო ახმედის, კისტები იყო, ანუ შეხორცებები და ის უნდა ამოიღოთ, იმიტომ რომ ვეღარ მუშაობდა, ახმედი იყო გაჭედილი და ვეღარ იმუშაობდა ფიზიკურად. და ну, გითხრეს რომ ესეთი არ არის რთული ოპერაცია, ну, მაგრამ ну, მაინც ყველაფერი სარისკოა ხა ჩემ თვალში, ხო? რაღაც ნებისმიერი ერთი პროცედურაც, წამალიც კი ზედმეტად სხვა რო ჩავიწვეთ. და ეს არის რა ქვია, გამიკეთა ეს ამომიღო ეს კისტები, როგორც ანესთეზიით გამიკეთა რა, ну, ეგრე გადაწყვიტა, არ ვიცი რატო. და ისევ ის მდგომარეობა, პირველი რაც გავაკეთე, გამოვიხედე, ნელ-ნელა გავახილე თვალი და ბნელა და ну, აი აქ მეთქი უცებ განმიახლდა ის პროცესი, მაშინ რომ ბნელოდა მთლიანად და ერთადერთი ფიქრი მქონდა, რომ დედას როგორ უთხრა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყო უკვე. და ნუ მე ვაიმე ჩემი მეგობარიც ინერვიულებს აქ. და რა ჩემ თავზე არ ნერვიულობდი იმ წუთას, რომ აი ამათი რეაქცია მაღელვებდა. და მე ნელ-ნელა უთხრა, რომ მეთქი ვერ ვხედავ იცით ხო და დაიწყეს სიცილი და მეთქი რა აცინებთ ესენი. არ არიან ჯანმრთელები, მე ვერ ვხედავ, დაუბრმავდი, ესენი დამცინიან და მე უთხრა პროფესორს ინგლისურად, რომ ესო ვერ ხედავსო ამბობსო და ამხსნეს სათვალე, ანუ იქ თვალს არ უხვევენ ესე. შავ სათვალეებს რაღაც სპეციალური სათვალებია უკეთებენ და ანუ თურმე ესეთი სათვალე რომ სხივს არ ატარებს. და რომ უცებ რომ ამხსნეს, აი ისეთი მკვეთრი სინათლე ეტყობა წნევა რომ დავიდა უცებ დაბლა. ამ ხელაწნევით დავდიოდი ამდენი ხანი და ისეთი მკვეთრი სინათლე შემოვიდა, რაღაც ფერადი იყო ყველაფერი ოთახიც და რაღაცნაირად და მე ჩემს მეგობარს ვატესტინებდი, რომ რა მანძილზე ვხედავდი თითებს და ვიყავი ძალიან ბედნიერი. და გავიხედე ფანჯარაში და დავინახეთ ლურჯი
ბურუსის garaშე, აი მთლიანად მკვეთრი ლურჯი და მე რაღაცა ამასთან დაკავშირებით მაქვს ჩანახატებიც, სამხოლოდ ლურჯი ჩიტების garaშე ნახატიც დავხატე, აი ეს პირველი შეგრძნება ბურუსის garaშე სამყარო წლების, ანუ დიდი ხნის მერე რომ დავინახე და ისევ იმედი რომ ჩამესახა. მაგრამ მითხრა გამაფრთხილა პროფესორმა, რომ ეს არ არის ის საბოლოო ოპერაცია, რასაც გავაკეთებდით, იმიტომ რომ იყო დიდი რისკი ამწაოდა წნევა, უცებ დაიწყო სარქველმა მუშაობა, აუცილებელი იყო წნევის კონტროლი, დილაშუა დღეს საღამოს ვაკონტროლებდით ამ წნევას, ერთი კვირა იყო ყველაზე კრიზისული და რას იზამდა თვალი, იმიტომ რომ მე უკვე მოხდებოდა თუ დარეგულირდებოდა 1-2 კვირის განმავლობაში კარგი წნევა იქნებოდა. ეცდებოდნენ რომ ლაზერი აღარ გაეკეთებინათ, რა იქნებ როგორმე წამლებით ესე ყოფილიყავ. და ერთი კვირა იყო იდეალური წნევა, ყველაფერი კარგად იყო, ძალიან გვიხაროდა მეც, ექიმებსაც. და მე ჩამოვედი საქართველოში და დედა დამხდა ძალიან მძიმედ, ანუ ლოგინად ჩაწოლილი, ძალიან ვინერვიულა და იმ დღესვე ამევარდა ძალიან მაღლა წნევა. ანუ ნერვიულობის ფონზეც ნერვიულობა ნუ ყველაფერს ესე იმაშება და ისევ გამოიწვია ბომბაჟი, ანუ ისევ გამებერა ეს სახმედი და ისევ მოგვიწია რომ სადღაც 2-3 დღეში გადავფრენილიყავით და მე უკვე ჩაინიშნა ლაზერი, ხო? ლაზერი, იმიტომ რომ აზრი აღარ ქონდა ამდენ რაღაც კისტების ამოღებას, რაღაცების კეთებას, უკვე ლაზერზე, ანუ უბრალოდ ცადეს რომ იქნებ ქირურგიულად აღარ ჩარეოდნენ რა. იმიტომ რომ ვინც არ უნდა ეხა თქვას რომ ლაზერის მიკროპალსის დიოდი რაც არის უსაფრთხო, ჩემი თვალისთვის ყველაფერი არის საფრთხის შემცველი. კი, ყველაზე უსაფრთხო არის ჩემი თვალისთვის, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევიან, მით უკეთესი იქნება და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რომ არანაირად აღარ ჩაერივნონ ხოლმე რა. და ლაზერი ხო წვეთებს იწვეთებ, კი, ეხა ერთ კონკრეტულ წვეთს ვიწვეთებ, არის კომბინირებული წვეთები, სადაც შედის რამდენიმე თვალის წამალი, რამდენიმე ჯგუფი, უბრალოდ, რაც არეგულირებს, ძალიან კარგად არეგულირებს და ნუ აი ამ წამლის garaშე უკვე 5 წელია აღარ ვცხოვრობ. დამოკიდებული გავხდი ამ წამალზე, რომ ის მაქვს აი მაგალითად რომ მითავდება და არ არის საქართველოში ეს არის შოვება ეს წამალი. მაქვს აი პანიკური შეტევა რომ შემცვლელიც არ არის? არ არის, სამწუხაროდ არ არის შემცვლელი. ანუ შეგვიძლია რომ რამდენიმე წამალი ვიყიდოთ და ისე ჩავიწვეთო, ანუ ეს ჯგუფები 3-4 წამალი და გასაგებია. მე კი მოგეხსენებათ ეს გლაუკომის წამლები როგორ აღიზიანებს თვალს და ეს კიდე ჩემთვის ბევრად რთული გადასატანია და მოდი აქვე ვთქვათ რომ ნუ თურქეთთან დაკავშირებით რაც გვიწეღან ნუ ის პირველი შემთხვევა რაც იყო ამაზე მინდა რომ რაღაც გავაკეთოთ ხაზგასმა ზოგადად კატარაქტის ოპერაციის მეორად კატარაქტას რაც იწვევს არის რამოდენიმე მიზეზი ერთ-ერთი როგორი ბროლი გაქვს ერთ-ერთი არის მათ შორის როგორი ბროლი არის ჩასმული რამდენად გამძლეა ასე ვთქვათ დროში გამოცდილი ნუ კიდე ძალიან ბევრი ფაქტორებია როგორ გაკეთდება ქირურგია და ასე შემდეგ თუმცა ალბათ ქართველი ნუ წეღან საუბრობდით უფრო ჩვენს მინუსებზე საქართველოში რა ხდება და ეს დამოკიდებულების პრობლემა რომ არის და ნუ დიაგნოზი რო განაჩენი არის გლაუკომის ჩვენთვის რო ეგრე აღიქმება ვთქვათ ისიც რომ 2 წელში რომ მეორადი კატარაქტის პრობლემა დადგება და განვითარდება მეორადი კატარაქტა აქ ცალსახად არის ის რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წამყვანი ფაქტორი რომ არ გაკეთდა ის ოპერაცია ადეკვატურად არა ზუსტად ჩაისვა ისეთი კი ზუსტად ვიცი და მე მინდა სხვა პაციენტებსაც უთხრა რომ აი კატარაქტაზე რომ მიდიან საზღვარგარეთ მხედველობის ანუ შესანიშნავად აკეთებენ კატარაქტას საქართველოში ანუ არაფერი პრობლემა არ გვაქვს ჩვენ აქ საუბარი გვაქვს რთულ თვალზე, რთულ დიაგნოზზე, ისეთი როგორც არის გლაუკომა და სტრატეგიაზე, ანუ ჩვენ საქართველოში გამოცდილება არ გვაქვს ამ გლაუკომის სწორედ მართვის რა, ანუ ასევე კი, გეთანხმები სრულიად და გლაუკომა და სხვა დიაგნოზებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თურქეთი იქნება, გერმანია თუ არა აქვს მნიშვნელობა. აქ მაინც კლასიფიცირებულია, რომ აი ქირურგი აკეთებს ქირურგიულ ჩარევას, ვთქვათ, მერე ოფთალმოლოგი რაღაცა მკურნალობის სტრატეგიას განსაზღვრავს, როგორ, მაგრამ
ეს თითქოს ერთიანი ორგანიზმი არ არის, ანუ ქირურგი იღებს პასუხისმგებლობას მხოლოდ იმაზე, რაც გააკეთა. თითქოს ერთმანეთს აღარ უთანხმდებიან, მე კომუნიკაცია აღარ აქვთ ქირურგსა და ოფთალმოლოგს, კი, აი ამის თქმა მინდოდა და ეს რაღაცნაირად ეს სტრუქტურა თვითონ რაც იდეაში ექიმების ბრალი არ არის, უფრო მგონია რომ კლინიკის მართვის სისტემიდან გამომდინარე გამოდის, რომ პასუხისმგებლობები და სად ერთიანდება და სად შორდება ერთმანეთს, ეს ჩვენთან ცოტა დაბლა არის მოკლედ რა, ვიდრე სხვა ქვეყნებში და იდეაში ადამიანის ორგანიზმი ხო ცალ-ცალკე არ არის ერთიანი ორგანიზმია და ამიტომ ეს მიდგომა ძალიან სწორი და ძალიან კარგია სხვა ქვეყნებში, რაც ალბათ ჩვენ უნდა ჩემ შემთხვევაშიც, ანუ მე პირდაპირ კომუნიკაცია მაქვს პროფესორთან. დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა დავურეკო და მივწერო. ანუ რომ მაწუხებს რაღაც. ანუ შეიძლება იმითაც საოპერაციოში იყოს, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო ექნება, იმ დღითვე მიბრუნებს პასუხს. ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობა. შეუძლია საათობით იჯდეს და მიხსნას რა გააკეთა, რა მდგომარეობა, რა შეუძლია, რა არ შეუძლია და ასე შემდეგ. ასევე ჩემს მკურნალ ექიმს და პროფესორს აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი. როგორც კი ნახეთ, რაც დავაკვირდი, მაგალითად მე ვარ მარტო იქ და არ არის ჩემი მკურნალი ექიმი, თურქეთში არის, საქართველოში. და მე ვარ პროფესორთან. როგორც კი გამსინჯავს პროფესორი, მეუბნება რომ მიდი დაურეკე ახლა, ვრეკავთ და ერთად 1.5 საათი სამივე ვსაუბრობთ. ანუ რა მდგომარეობა, ანუ ვაჯამებთ ჩემს მდგომარეობას. მარტო ჩემთან არა, ეს სხვა პაციენტებსაც ყველგანაც, ხო, ანუ ყველა პაციენტად, ანუ კომფორტულია ჩემთვისაც, ანუ მე ხო ეხლა მესმის უკვე ეს ტერმინოლოგია, ხო, რაღაცა ის სამედიცინო, მაგრამ ყველა პაციენტმა ხო არის ეს ტერმინოლოგია, ისეთ მარტივ ენაზე ხსნიან, რაღაცას გაჩვენებენ იქვე ყველაფერს. ანუ დროში არ არის შეზღუდული პროფესორი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, პროფესორს თავისი ასისტენტი კაბინეტში არ უსის არასდროს. ასისტენტი არის გარეთ. ანუ კაბინეტს გარეთ არის და დანიშნულება იქნება თუ კომუნიკაცია იქნება თუ რაღაცა იქნება, ანუ ჩვენ პირისპირ კომუნიკაციობთ. ყველა კითხვას უსვამ და ყველა კითხვაზე პროფესორი მცემს პასუხებს. ამისი დრო აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იმაზე მეტი პაციენტები ყავს, ვიდრე დავუშვათ საქართველოში, იმიტომ რომ ის დიდი ქვეყანაა, ხო, ამ ხელა ქალაქი არის და რამდენი პაციენტი მაქვს. და ყველაზე მთავარი, ყველა თავის ჩაწერილ დროზე შედის ექიმთან. ანუ არ დგას რიგები და არის აუცილებლად 40 წუთი პაციენტს და პაციენტს შორის სხვაობა. ნუ აქ ალბათ იტყვიან რომ კონსულტაციის თანხა ბევრად სხვა არის და ასე შემდეგ იქნება არგუმენტები აქეთ ამხრიდან, თუმცა მე სრულიად შენსკენ ვარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემთვის არაა, მაგრამ იქ აქვს დაზღვევებით არიან და იქაური მოქალაქეები თითქმის უფასოდ მკურნალობენ. ანუ მარტო ეს გამართლება არ აქვს, ანუ ჯანსაღი კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის უნდა დგება. აი, ყველაზე დიდი პრობლემა აქ იქნება. ჩემ შემთხვევაშიც ეს მოხდა. ჯანსაღი კომუნიკაცია არ შედგა ჩვენ შორის და იმიტომ არის ეს ძალიან გაბრაზებული. ვინმე რომ დამჯდარიყო და რატო არ ვამბობ, ისიც იყო ოფთალმოლოგი, ვინც მანამდე მართავდა ჩემ მდგომარეობას და კიდევ ერთხელ ვიძახე, ადამიანი იყო, რომელმაც ადამიანურად მითხრა, რომ ვერ ვაკეთებ და წადი სხვა განუშველე თავს, ხო? აი ეს არ არის სასირცხვილო. ჩვენს პროფესიაში ყველაზე ძლიერები და მაგრები ხო არ ვართ და გამოცდილება ხო არ გვაქვს, ანუ რაღაც თუ უკეთესად ჩემა კოლეგამ იცის, რა თქმა უნდა, ვაგზავნი მასთან. ამიტომ ეს არის ჯანსაღი, ანუ ყველა ექიმს ურჩევდი, რომ ეს ჯანსაღი არ დაეზაროთ არასდროს, რა როცა ირჩევა ამ პროფესიას, ანუ არ უნდა დაგეზაროს თითო პაციენტთან დროის გამოყოფა რა. და ბევრი მადლიერი პაციენტიც იქნება. კი, იმიტომ რომ ნუ მედიცინა ისევე როგორც სხვა სფერო, თუმცა რაც გვაკლია განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, რომ ნუ აი ექიმებიც გვისმენენ ჩვენ და პაციენტების მხარეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გავიგოთ რა გვჭირს, დიაგნოზის სახელი არ არის, საერთოდ რომ არ უთხრან პაციენტებს, თუნდაც რა დიაგნოზია, იმის უკან რა დგას, ის უნდა ვიცოდეთ ჩვენთვის გასაგებ ენაზე, ხო? ეხლა ძალიან ბევრი დავები იყო, ისინი სასამართლოში ჩვენთან ისე როგორც სხვა ქვეყანაში, ნუ სამედიცინო შეცდომებზე და სამედიცინო შეცდომებზე არ გვაქვს ჩვენ აქ საუბარი კომუნიკაციაზე გვაქვს, თუმცა სამედიცინო შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ისიც კი რომ პაციენტს მისთვის გასაგებ ენაზე არ უხსნი რა გართულება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს რა.
მოდი რომ შევაჯამოთ ეს ჩვენი პოდკასტი აღვნიშნოთ ის რომ ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმაზე რომ თუნდაც თურქეთის მაგალითზე რა გამოცდილებაც თიკოს აქვს რომ ტექნოლოგიური პროგრესით იყო ძალიან წინ ის ქვეყანა იმ შემთხვევაში გარდა ამისა იყო ეს თუნდაც ის პატარა მცირე იმედი დაპირება რომ არ უნდა დანებდეს რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ფაქტია შედეგიანია ხო თქვენ შემთხვევაში დამოკიდებულება ადამიანური იმ ადამიანს რომელსაც აქვს გლაუკომის დიაგნოზი იმან ისედაც იცის რომ ბოლო რა შეიძლება იყოს თქვათ მაგრამ ის პერიოდი ხო თავიდან ბოლომდე შეიძლება იყოს 20 და 30 წელი და ეს 30 თუნდაც 50 წელი, ხო? როგორ უნდა იცხოვროს მან ხარისხიანად და რომ თავიდანვე არ ვუთხრათ, რომ ნუ მაინც არაფერს აზრი არ აქვს, ხო? ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უამრავ ქვეყანაში არსებობს გლაუკომის ცენტრები, სადაც არიან ადამიანები, პაციენტები, რომლებიც ძალიან კარგად ხედავენ, ხო? რატოა მაშინ ადრე დიაგნოსტირება მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენთანაც საქართველოში მათ შორის ყველა ექიმი მაგას ამბობს, რომ ადრეულ ვადაზე გამოვლენილ გლაუკომას გლაუკომის მართვა, შესაძლებელია ადეკვატურად, ხო, რომ ცხოვრების ბოლომდე ადამიანმა შეინარჩუნოს გარკვეულწილად ეს მხედველობა. ასევე აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია და რამაც შეიძლება ერთთან გაამართლოს, მეორესთან საერთოდ არ იყოს შედეგიანი და ექიმს ვერ დააბრალებ და ვერ დაადანაშაულებ, რომ მან თქვა კონკრეტული მანიპულაციანის არასწორად გააკეთა, იმიტომ რომ თვითონ დაავადებიდან გამომდინარე რთულია პროგნოზირება, ხო, ამ ყველაფრის, ჩვენთანაც თურქეთშიც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თუმცა რომ შევაჯამოთ, ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ. ყველა დეტალი ხა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, თუ ცდილობ რაღაცნაირად პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინო და მადლობა იმისთვის ასევე რომ მოტივაციის მიმცემი ხარ იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ამ გზას გადიან და ამ გზის დასაწყისში არიან. მადლობა და ვიცი, გაქვს რამე სათქმელი თუ გავიდეთ ბოლოსკენ? აი ერთადერთი კიდე იმას ვიტყვი, რომ რაღაცნაირად ყველაფერს რო ექიმებს აბრალებენ, ანუ პაციენტებიც ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად არ გვინდა ხოლმე რომ გავიგოთ და გავიაზროთ ჩვენი დიაგნოზი რა. და პაციენტის მიმართაც როგორც ვითხოვთ, რომ ექიმის მიმართ იყოს ჯანსაღი კომუნიკაცია პაციენტთან, ხო, ანუ პაციენტსაც უნდა კონდეს რაღაცა შეგნების დონე, რომ დაუშვათ ელემენტარული ხა იმ ხელა მიღწევები გვაქვს, ხო, ანუ რა ქვია, ინტერნეტით შეგვიძლია ნებისმიერი დიაგნოზის შესახებ გავიგოთ, მოვიძიოთ ინფორმაცია, რაღაცნაირად ჩვენ თვითონაც გავიაზროთ, ხა მაგალითად ძალიან ბევრი სოციალურ ქსელში მწერს, რა წამალს იწვეთებ, მეც ეგ უნდა ჩავიწვეთ. ანუ როგორ შეიძლება ერთი ამას არასდროს არ მივწერ პაციენტს, რა წამალს ვიწვეთებ, იმიტომ რომ ის არის ჩემზე მორგებული წამალი და შენ შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირი ჩვენება მოგცეს და ამიტომ აი რაღაცნაირად პაციენტებსაც უნდა ქონდეთ ის გააზრებული რა, რომ ანუ ექიმი არ არის ჯადოქარი და ექიმს უნდა ქონდეს გააზრებული, რომ პაციენტს ჭირდება სწორი კომუნიკაცია. ნამდვილად. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას. კომუნიკაცია ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა.